Ჩემი პოდკასტი მოგესალმებით. დღეს ჩემი სტუმარი არის გიორგი ბურჭულაძე, ლივინგსტონის დამფუძნებელი, ლეო ინსტიტუტის დამფუძნებელი, ლეო ინსტიტუტის დირექტორი, დირექტორი. როგორ ხარ? კარგად ვარ. რა, უკმაყოფილო ვარ ცხოვრებით. და საინტერესო დაგვიქო. ხო. ჩვენ ესე ახლოს არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩემი პირადი განცდით გიცნობ. საიდანღაც. არ ვიცი, ენერგეტიკულად, კარმულად რაღაცები, შენ არ გაგიკვირდება ახლა ეს ფრაზები. რომ შეიძლება ხშირი ურთიერთობა არ გქონდეს, ან ესე არ გვილაპარაკია, პირველად ვისაუბრებთ ახლა რაღაც დიდი ხნით, ხო, მაგრამ რაღაც განცდა მაქვს, რომ გიცნობ ყოველ შემთხვევაში რა და მაინტერესებდა მართალი გითხრა შენთან ლაპარაკი. რაღაც ესე გამოვიდა, რომ ეხლა საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ რა, მაგრამ თან რაღაც ამ განცდით დიდად ვილაპარაკებთ, რომ საჯაროდ საუბრობთ, უბრალოდ ვილაპარაკოთ. ხო, ეხლა ჩემ წარმოდგენას გეტყვი შენზე პროექციას. რაც დამრჩა Facebook-იდან და შენი ინტერესებიდან გამომდინარე. თითქოს როგორი შეგრძნება მაქვს იცი, რომ ერთი ბიოენერგეტიკოსი იყო, სერგეი ლაზარევი, იყო კი არა არის, ხა ცოცხალი არის და თავის პიროვნულ რაღაცებს თუ არ გავითვალისწინებთ, რაღაც თავის ცოტა შოვინისტურ რაღაც დამოკიდებულებებს და რაღაცებს. თვითონ სისტემა რო ავიღო, ძალიან საინტერესო სისტემა აქვს ბიოენერგეტიკის რა და ძალიან ესეთი ძველი ექსტრასენსია, რომელმაც მუშაობა ჯერ დაიწყო იმაზე, რომ კურნავდა ადამიანებს უბრალოდ როცა დაავადება აქვს ექსტრასენსები რასაც აკეთებენ ზოგადად, რომ ეგრევე რაღაც ენერგია უნდა გამიცედა რაღაც. და მე დააკავშირა ის, რომ ყველა რაღაცა ესე პროსტა მიცემა ენერგიის არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფერს რაღაც მიზეზშედეგობრივი კავშირები აქვს რა, რომ აქ რაღაც კარმული კავშირები, რომელიც მე ხასიათთან და ფსიქოლოგიასთანაა დაკავშირებული და ამის კვლევა აქვს ძალიან კარგი. სანამ გააჩერებდა, თვითონ გაიყინებოდა. ხო და ის ლაპარაკობდა, ადრე რო ვკითხულობდი, 22 წლის რო ვიყავი, მაშინ რომ მოვა დრო, როცა ბიზნესმენი და წმინდანი უნდა იყო ერთდროულად რა, ან სულ ხო ხვდები რა ამ გზაზე და თან და შენ რო გიყურებ ხარ გეუბნები რომ წმინდანი და რაღაც ხო ხვდები რა კონტექსტშიც ვიძახი ამას რა, რომ ესე იგი იგივე ამხარეც რა, ანუ მიწის მხარეს და ცის მხარეს რაღაც დაბალანსებული უნდა კონდეს, ეს იგულისხმებოდა აქ და არა იმ გაგებით რომ ეხლა რაღაც დაყუდებული ბერი ან რაღაცა. ხო და შენ რო გიყურებ, ეგეთი აღქმა გაქვს, რომ მაგას ცდილობ. რამდენად სწორი აღქმა ეს? კი, ძალიან სწორი ნათქვამი არის, რომ ეხლა რა ფაზაც არის აქტიური ჩემი გონების შემეცნებისთვის, სამყაროს შემეცნების როგორ გითხრა, ჰარმონიის პოვნისთვის სამყაროსთან რა, ანუ სადაც მქონდა კონფლიქტები ბოლო პერიოდში გონებაში იყო ზუსტად ეს დუალიზმი მატერიალიზმსა და სულიერებას შორის და ანუ ადრე ვიყავი მე ბიზნეს სკოლა დავამთავრე ლივინგსტონი დავიწყე სარეკლამო სააგენტოა შემდეგ ანუ ძალიან ვიყავი ბიზნესში რაღაც პერიოდი შემდეგ მოხდა რომ რაღაც ჭერს მივაღწია იქ ესე ვთქვათ რომ გაგების ცხოვრების არსის და მეტი ვიშოვო მეტი ის მაგრამ ანუ აღარ მანაყრებს ეს და რა ხდება იმის იქით და ასე შემდეგ და მე მქონდა ფაზა ძალიან დიდ დაინტერესების ჯერ თვით რეფლექსიის რო ზოგადად აი რაღაცა ფსიქოლოგიურად გამეგო რომ ვინ ვარ რა ვარ რატო ვარ ესე ვარ ეს დაჯერებები რაღაცები მე მქონდა ფაზა მედიტაციის და ასე ვთქვათ higher up from სულიერი საჭიროებების მიმართ ინტერესის და შეკითხვების და იქ გადმოსახედიდან უკან ვიყურებოდი მატერიალიზმზე ვთქვი რომ რაღაცა ცუდია ეს და ანუ მან პრობლემაა და ადამიანები იტანჯებიან მატერიალურის დევნით და ასე შემდეგ და აი ახლა ერთი 6-7 თვეა რაც დავიწყე უკვე ამ ახალი თვალით ყურება რომ აბა თუ რამე გაყოფა იქნებ ჩემ გონებაშია და იქნებ სამყარო ამ ორი ასპექტით ჰარმონიულად თანაცხოვრებს და იქნებ მე ჩემშია რა პრობლემები და აიქ რომ დავიწყე ანუ თურმე ჩემშია ანუ თურმე უბრალოდ ჩემშია ანუ არსებობს სიცხა და იწყებს მოსვლას ცნობიერება ანუ რომელიც ხო იცი როგორ არის თავიდან ტალღებად მოდის რომ რაღაცას დაინახავს კრისტალურად ცხადად რაღაც მომენტში
და მე შეიძლება დაიძინო გაიღვიძო და მეორე დღეს ისევ რაღაც კონფლიქტს ხედავდე. მე იმას მე ისევ უყურებ, რომ აბა მე ხო არ სად არის პრობლემა, იქ არის თუ აქ არის პრობლემა და მე და აი ესევ ხედავ როგორ პროგრესირებს კონფლიქტის გაქრობა ამ ორ განზომილებას შორის და თავისუფლდები. ანუ და ძალიან სწორად შეამჩნიე რა, მიუხედავად იმისა, რომ არ გვისაუბრია, ძალიან სწორად შემჩნიე ზუსტად ეხა ჩემთვის მე რასაც ვაკეთებ, ჩემი ძირითადი ამოცანა საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ამოცანა არის რომ ბედნიერი ვიყო, ანუ თავარი მიზანი მარტო ეგ რომ ბედნიერი ვიყო. ზუსტად რაზეც მუშაობ, ეგ არის რომ ზღვარი წაიშალოს მატერიალიზმსა და აღქმა შემეცვალოს ამ ორი რაღაცის ისე, რომ ჩემ თავთან შიგნით სიღრმეში, ანუ კონფლიქტი მართლა არ არსებობდეს. და მაგით მივდივარ და შესაძლებელია. თავიდან რო დაიწყე, აი ხარ რო თქვი რომ ბიზნეს სკოლა და რაღაც ეს. ხო, ანუ თვითონ აი როგორი ტიპი იყავი ბავშვობაშიც რა, ანუ ეს სფერო რაღაცნაირად ბუნებრივი ინტერესით დაიბადე, რომ გახსნილი იყო შენთვის სულიერება, ესე ვთქვათ, ბჭყალებში და რაღაც ინტერესები ქონდა, თუ პირობითად მარცხენა ნახევარსფეროს ტიპი იყავი სულ და რაღაცა მეერე მოხდა შენთან უკვე ეს გარდატეხვა რა. ანუ აი ხო. ბავშვობაში ძალიან როგორ გითხრა, შერეული იყო ეს ორი რაღაც რა, ანუ ეკლესიაში დავდიოდი რა, ანუ ჩემი მამი და ჩემი ძალიან ეკლესიური არის ეხაც და მამი და ჩემიც. ხო, და მოკლედ ესე ძალიან ჩემი ოჯახიც აი დავდიოდით რაღაც იქ რაც იყო რა, წირვა, ლოცვა, ზიარება, აღსარება, რამებს ვაკეთებდი რა. მაგრამ როგორ გითხრა და მეორე მხრივ ბიზნესი მაინც და მაინც არ მაინტერესებდა, პატარა რო ვიყავი ხარ ა ბიზნესი, ანუ თამაში მაინტერესებდა, მათემატიკა მაინტერესებდა, სკოლაში რაღაცების ამოხსნა, ეს რაღაცები მაინტერესებდა, მაგრამ ეხა ესე ბიზნესმენი გამოვალ არ მეფიქრია, თუმცა ოჯახში იყო მაგაზე და ესე ვიტყოდ დადებითი პროპაგანდა, რომ იცი რა არის, ცუდი დრო იყო ხა 90-იანებში და ხო ხედავთ რომ მამა ჩემს ხა ძალიან ბევრი შრომა უწევდა რომ ამდენი ხალხისთვის არ უზრუნველყოფა 37-ს გავხდები ახლა 88-იანი. და რომ ხედავთ რომ ესე ვთქვათ შრომობდა ბევრს ან წვალობდა მომდი ესეც ვიტყოდი რომ ის რაღაცა მინიმალური მატერიალური უზრუნველყოფები გაეკეთებინა ოჯახისთვის რაც საჭირო იყო. ხა ოჯახი ძღელავდა, ხედავდა რომ ეს პრობლემა იყო და ხედავდა ჩემში პოტენციალს რომ ვთქვათ რაღაც ეს შემეძლო რომ უკეთესად მეკეთებინა და ჩემის განაძმა, სულ იყო ხელშეწყობა და პროპაგანდაც ასე ვთქვათ რომ ანუ ისეთმა გაიზარდა რომ მატერიალური უზრუნველყოფა უნდა შეძლო. ხა ეს ბიზნესი იქნება თუ მენეჯმენტი თუ რაღაც ისეთი პროფესია რომელიც პირდაპირ ფულის შემოსავალთან არის დაკავშირებული და დიდად რო გითხარ რომ საკუთარ თავთან კითხვა გულწრფელად დამისვამს როცა ვაბარებდი მე ბიზნეს სკოლაში რომ ეს მე მინდა არ მინდა ანუ თითქოს რაღაც ერთადერთი ანუ არც მქონდა წინააღმდეგობა არც მქონდა რაღაცა გულიდან ლტოლვა რომ ვაი ხა მე ბიზნეს ვისწავლი და ეს რაღაც იქნება ჩემთვის მაგრამ აი ესე დინებით ასე ვთქვათ იქამდე მივედი რომ ეს მოხდა ნუ ეხა მე ამ შინაგან ფიქრებს და ჯერნის გიყვებით თორე დიდად რა ვიცი მე არ მჯერა რომ ვინმეს რამე კონტროლი გვაქვს რამეზე რა განსაკუთრებით მაგ პერიოდში ანუ აქ სუ ხო აბა რა ანუ ხო რა ხარი უბერავს და ხერხება და აქ დედა ჩემი რა ფიქრები და ასე ვთქვათ თავისი შიშები მაგრამ თან ამ შიშებისგან ჩემთვის თავის არიდების სტრატეგიები და ინახა და რაც ჩამაწვეთა ეგ იყო რამაც ასე ვთქვათ ჩემი ბილიკი განსაზღვრა და მან მიმიყვანა და საინტერესო იყო ხო მე რო დავიწყე სწავლა უკვე ძალიან მომინდა უნივერსიტეტში რომ ჩემი ბიზნესი გამომიკეთ მიცხოვს რომ მენეჯერების სკოლა იყო და ჩვენი მთავარი ESM-ში ვსწავლობდი რა ეხლა რო თავისუფალი უნივერსიტეტია მთავარი ESM-ის პრომისი ასე ვთქვათ პირობა სტუდენტებისთვის იყო რომ 96%-იანი დასაქმება გექნება და მენეჯერულ რგოლზე რა მალე ჩვენს უგვინდოდა რომ ბიზნესი ჩვენი გაგვიკეთებინა რა მე ვახლოს ვახტანგიშვილს ირაკლის თევზაძე ჩემ კურსელებს რა და მაგიტო აი ძალიან დავიწყეთ რაღაც ორიგინალური რა აი თან რაღაც კრეატიული წმინდოდა მექნა იმიტომ რომ სულ მქონდა ეს მხარე რომ ბიზნესი მაინც მეჩვენებოდა უფრო რაღაცა რაციონალურ ლოგიკურ ცივ დისციპლინად ყოველ შემთხვევაში მაშინ ეგრე მეჩვენებოდა და დანაკლისი მქონდა ჩემი შემოქმედებითი თვით რეალიზაციის აი თუ ბიზნესზე ჩააბარე ეს დაპროგრამება იყო სიტყვაზე ნაწილობრივ კარგი გაგებით მაგრამ ჩემი მშობლებისგან მეორე მხრივ აი ეს ნაწილი სულ მქონდა რომ იქნებ მუსიკა რაღაცა ამაში ვერ განვითარდი რაღაცა ეს კრეატიულობის
მე აღმოჩინე რომ ლივინგსტონი ზუსტად ეგეთი შქმნილება იყო, რომელშიც creativity-ის მონეტიზაციას ახერხებდა. სანამ მაგაზე გადახვალ, კიდე აი კითხოს რომ დავუბრუნდე, ანუ ეს ხო გავიგე რა შენ ის, მაგრამ აი სულიერი წყურვილები ქონდა? თუ ჯერ უბრალოდ ანუ აი ეს შემოქმედებითი უფრო რომ შემოქმედებითი გაქვს და ამის რეალიზება გინდა. ანუ ეს მერე კრიზისმა გამოიწვია ეს რაღაც თუ იქიდან უკვე რაღაცა ისინი იყო რა რომ რაღაცა კიდე იღმიერის ინტერესი რა ეს. იცი რა ერთ-ერთ რას აი როგორ გითხრა ვერ ვიტყვი რომ საეკლესიო ასე ვთქვათ სწავლება მოძღვრება რიტუალები ეგენი ჩემთვის ცნობიერი ინსტრუმენტი იყო რამის ძიების ვერ ვიტყვი ანუ ამ გადმოსახედიდან განსაკუთრებულად ვერ ვიტყვი და იხა რომ ქონდა ხოლმე სულ შეკითხვები კი რა ეს 60 ჯოჯოხეთი ანუ რასაც ღმერთი ლოცულობდი ლოცვა ხშირად გამომიყენებია ანუ გამომიყენებია იმ დროს ლოცულობდი და აი თვითონ ის ლოცვა დამხმარებია და სამშვიდებლად ანუ ძილის წინ წლები რაღაც ლოცვებს ვამბობდი კი რაღაც ვამოკლებდი შეიძლება იმას არ ვკითხულობდი მთლიანად მაგრამ მქონდა და აი მქონდა ხოლმე რომ აი ლოცულობდი რომ კარგად იყვნენ ეს აი ეს ჩვენ პირჯვარს ვიწერდი ხოლმე იმ მიმართულებით სადაც აი ვთქვათ ვაჟაზე სახში ვიყავი რაღაცა ვიღაცა სადღაც იყო იქ იმ მიმართულებით პირჯვარს ანუ ეს რაღაცნაირად ეს მქონდა რა რაც იმ მომენტში დამშვიდებისთვის ანუ რაღაცასთან მაგრამ აი მაგის იქით შეკითხვა რაღაცა ძირეული რომ ვინ ვარ ეს შეკითხვა არ იყო პასუხები უფრო მქონდა ვიდრე შეკითხვები მიხვდი ანუ აი მე ვფიქრობ რომ ძალიან საფრთხილო საქმე არის რა და ეხა ამ საუბარში ვიცი რა უცებად გაიშლება იმიტომ რომ მაგაზე ვსაუბრობ ხოლმე ბოლო დროს რა და ერთი რაც მახსოვს იყო 13-14 წლის ასაკში პოეზია იყო ყველაზე ისეთი რაღაც რამაც როგორ გითხრა რაციონალური ცივი ლოგიკური სამყაროს მიმართ როგორ მოვიქცე და როგორი სტრატეგიებით ვიცხურ აი ამის და მეგობრებთან თამაშის მიღმა დამაწყებინა განცდასთან ურთიერთობა უფრო რომელიც კი ცოტა უფრო მაძებნინებდა რომ რაღაც ეგ რომ რაღაც არსებობს რაციონალური ყოფიერების მიღმა ეგ თაჩი მაგრამ ის რომ რაღაცა ან ბუდიზმით ან სხვა დისციპლინებით დავინტერესდიან რაღაც ეგეთი რაღაც ძირეულად და აქტუალური ჩემთვის არ ყოფილა უფრო მაინტერესებდა მიღწევა რო გითხრათ იმენა ბევრი ფული ეს არ ყოფილა არასდროს ჩემი თვითმიზანი თუმცა იმ დოზით რა დოზითაც მიღწევას Forbes-ის ყდაზე მინდოდა რომ მოუხვედრილიყავი და რაღაცა ცოტა უკვე მე ანუ ეგ ინტერესები რომ რახან ბიზნესში წავედი ამაში მე წარმატებას მივახციო რაღაცას წარმოვადგენდე აი ეს ვიღაც ვიყო ეს ეგოს ასე ვთქვათ რა ანუ ეს ჩვეულებრივად იყო ჩემი მომძრავებელი რომ breakthrough გამეკეთებინა რაღაცის ისეთი რითაც ხალხი გაოცდებოდა ჩემს დისციპლინაში ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ბიზნესში ხო და მე ლივინგსტონში შეძელი ეს კრეატიული ანუ რაღაცა შენი შინაგანი რაღაცა წვის თუ რა პროცესების რეალიზება ანუ მან შეგიძლია თქვა რომ ეგ გააკეთე რას აკეთებდით ლივინგსტონში ლივინგსტონში და ესე იგი ლივინგსტონი იყო მე რა ძალიან ზოგადად წარმოდგენილი კი გეტყვი ნახე ლივინგსტონი ესე იგი 2008 წელს მე ვახომ და ირაკლიმ დავიწყეთ რომ ლაპარაკია მოდი ჩვენი ბიზნესი გავუკეთოთ ჩვენი ბიზნესი რა გავაკეთოთ რამე ახალი ტექნოლოგიური მოდი საიტები გავუკეთოთ ვიღაცებს 2008 წელია რა რაღაც საიტები გავუკეთოთ რა არის ახალი ტექნოლოგიების საიტების გაკეთების მოდი ეს მოვსინჯოთ და 2010 წელს აღმოვაჩინეთ რომ ეს Facebook-ი გახდა ძალიან პოპულარული ანუ რაღაც ადგილი სადაც გარდა იმისა რომ ვიღაცები მეგობრები ერთმანეთს ეღადავებოდნენ და გოგოები ბიჭებს იცნობდნენ გაცნობის პლატფორმა რაღაც ეგეთ რაღაცა ამის გარდა დავინახეთ რომ ქონდა პოტენციალი მარკეტინგული კომუნიკაციის რა და ვნახეთ რომ უცხოეთში უკვე იყენებდნენ ანუ ამერიკაში და დასავლეთში უკვე იყენებდნენ და დავიწყეთ ფიქრი TBC იყო პირველი ვინც ანუ თქვა რომ მე მინდა რომ გავაკეთო გვერდი Facebook-ზე და ანუ და ეს იმას ქენით რა ტენდერი ვითქონდათ დავალება მოგწეს მახსოვს რომ ერთი კვირა ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ რომ როგორ გამოგვეყენებინა ეს სოციალური ქსელი ბანკის მარკეტინგული მიზნებისთვის პატარები ვართ რა ერთი წლის დამთავრებული გვაქვს უნივერსიტეტი ხო და და ნუ მოკლედ რაღაცა მოხდა მახსოვს მე ნინო კუპრაშვილი მოვიდა ჩვენი მარკეტინგის ლექტორი რაღაცები გველაპარაკა
ხუთშაბათი იყო თუ რაღაც უცებ მოვიდა შაბათი იყო რაღაცები გალაპარაკა და ორ შაბათს ქონდა ფიჩი ანუ და შეთავაზება გაკვეთებინა და მივედით ორ შაბათს და უყვებით ამ ყველაფერს და პირი დააღეს იმათ მაგრამ კაია გვინდაო და ესე დავიწყეთ და ფაქტობრივად ჩვენ ვიყავით პირველი ციფრული არხებით კომუნიკაციაში სააგენტო ანუ მანამდე თუ სარეკლამო სააგენტოები იყვნენ უფრო ტრადიციული ვიდეოს გადაღება ბილბორდები ასე შემდეგ ჩვენ გავხდით პირველი რომელმაც ამ მიმართულებით დავიწყეთ იქრიდან თან ძლიერი გუნდი ვიყავით იმიტომ რომ ბიზნესი ვიცოდით მარკეტინგი ვიცოდით ტექნოლოგიებში გარკვევა არ გვეზარებოდა ასე შემდეგ და აქედან რომ მოვყევით უკვე დეველოპმენტი დავამატეთ პროგრამული უზრუნველყოფა თამაშებს წერდით Facebook-ში ვაშენებდით ხალხი თამაშობდა გათამაშებებს ვაკეთებდით ან უამრავი რაღაცა იმდენი აი როგორ გითხრა რა პლასტელინისგან ყველაფერს გამოძერწავ აი ეგეთი რაღაც გაგვიჩნდა ხელში და მარტო ჩვენ ვიყავით კომპეტენტურები რამდენიმე წელი ვითხოვდი ბაზარზე და დიდი კომპანია ავაშენეთ რა. ისეთი დიდი რომ რამდენი 2014-ში პირველი კანის ფესტივალზე ლომი მოვიგეთ ანუ ეს არის აი ოსკარი რომ მოიგო კინოში მაგას ნიშნავს კანის ფესტივალზე რო შეგიდა რომ ყველაზე კიფონ სოფლიო დონის ის არის კრეატივიტის კონკურსია და ნუ აი მაგით ეს რომ მივიღეთ ეს ჯილდოები ასე შემდეგ ანუ ძალიან წარმატებული ეს თავბრუსხვევები ქონდა წარმატებით და კონკურენტობით და სოფლიო აღიარებით და რაღაცებით ქონდა ეს რო სიამოვნება ეგოსი ხო მიღწევით კბობა კი თრობა რა კი მქონდა კი რა თქმა უნდა კი იყო ეს მიღწევით სიამოვნება იმიტომ რომ ხო ეს უნდა და ეგოს რა რომ ესენ და ეს ვიღებდი ამას და ზუსტად ეგ იყო რომ რაღაც ეტაპზე რომ იმდენი მივიღე რამდენიც ამ ყურადღება მივიღე ხალხის პოზიტიური დამოკიდებულება მივიღე ინტერესი მივიღე რაღაცა წარმატებული გავიჩნდა რაღაც კომუნაში ასე ვთქვათ რა მაგის იქით როგორ გითხრა სადღაც Forbes-ის ყდაზეც მოვხვდით და აი რაღაცა ეგოს რაც ქონდა რომ აი აღიარება მოეპოვებინა რაღაც ფორმით ესენი რომ მიიღო რაღაც მომენტში უბრალოდ გაჩნდა ეს რომ ანუ დამატებითი ანუ მარგინალურად კიდე ამისთვის ძალისხმევის გაწევა რომ ეს მოიპოვა ანუ აღარ მიღირს რა ანუ უნდა წავსულიყავი და გამხდარიყავი სოფლიო დონის ეგეთი კრეატიული ბიზნესმენი ანუ შემდეგი მიზანი ერთადერთი ეგ მესახებოდა და იქ უკვე ამერიკის Forbes-ის ყდაზე მოხვდა ხო ეს მიზანი უნდა ამეღო მაგრამ იმდენად რთულად მომეჩვენა რომ ცოტა ვთქვი რომ დავიღალე ამის დევნით რა და I need to relax რა და კაგრეს ეგ პერიოდი იყო როცა ნელ-ნელა მენეჯმენტიდან გამოსვლა დავიწყე და გართობაზე გადავიტანე უყურდომდე რომ ანუ მეტი მიზანი აღარ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა მესმის ხო ანუ ასე ვთქვათ აი მასლოუს პირამიდას თუ მოვიშველებთ საჭიროებების იერარქია ხო რაღაცა ფიზიოლოგიური, მერე სტაბილურობა და რაღაცა ასე შემდეგ, მერე ურთიერთობები და ძალიან ბევრი სამეგობრო და ძალიან ბევრი რაღაცა ასე შემდეგ და შემდეგ არ უკვე სტატუსი რომ რაღაცას წარმოვადგენ რა, აღიარება და ფასად. აი მაგამდე რაღაც დონეზე დამიკმაყოფილდა და მეტი წვალება რო კიდე ესენი შემევსო, ძვირი მიჯდებოდა და დავიღალე ვიფიქრე, მოდი გავერთობი რა. იმიტომ რომ რასაც მაძლევს ეს როგორ თქვა, მიღწევით სიამოვნება, ხო? ნაკლები ეფორტით შემიძლია რომ მუსიკას მოვსმინო რა და ვიცეკო და იმ მომენტშივე კარგად ვიყო თან შემოსავალი მყოფნის და შევეშვები რა ამ რაღაცა აღიარების დევნას ცოტა ხანი და დავისვენებდა აი მე ეგ იყო რომ რამდენიმე წელი 1-4 წელი ძალიან პატიოსნად ვიგულავე და მე უკვე მაგანაც რო თავი ამოწურა ხო თქვი რომ აღარ ვიცი რა ეხლა რა გავაკეთე ანუ შენ კლასიკური ზოგადად კლასიკურად როგორ ხდება ხოლმე ჩემი დაკვირვებით რა რაღაცა ნუ ორი ისა მაქვს რა ან საერთოდ არაფერი არ გამოდით აი ძალიან ცუდად არიან ყველა მიმართულებით თითქმის რა ანუ არ გამოძდით და რაღაც უკვე გამოსავალს ეძებენ მერე უკვე სულიერებაში ასე ვთქვათ რა ან არის რომ რაღაცა წარმატება აქვს და მე ძალიან დააკრიზისებთ ან პირადში ან რაღაც ზუსტად გამოიფიტებიან ან ნერვული გადაწვა და რა ვიცი ესეთი გამოხატულებები აქვს და მე უკვე გადმოდიან უკვე აქეთ ამ ხარეს რა ესე ვთქვათ რა რაღაც სხვა რაღაცის ძიებაში რა სხვა მხრიდან დაკმაყოფილების ძიებაში ანუ შენ შემთხვევაში ეგრე არ იყო ესე იგი მე როგორც ვაკვირდები ანუ შენ პირიქით ანუ ის რაღაცეები რაც დამეფე რომ გინდოდა რომ მიგიღწია ისინი მიიღწიე მე ეს დაკმაყოფილება მიიღე და
კარგად ყოფნიდან გადმოხვედი რაღაცა კიდე უფრო მეტის იმაში ხო რომ აი ეს რაღაცა გაოს რა ბუდას გზას თუ იცი რა ხო ზორბას ნაწილში ხო ზორბას ნაწილშიც და თვითონ ის რომ აი ბუდაც ის იყო რომ იქიდან არ დაწყებულ არ კრიზისი არ დაწყებია ეგზისტენციალური ისე რომ აი ვაიმე რა ვქნა რა უბრალოდ აი ამდენი რაღაც იქიდან რომ პირობები ქონდა ისეთი, რომ სამეფოში რომ არანახებდნენ ტკივილს და რაღაცა, მანდ დასვათ, რომ საერთოდ რა ხდება რა. ეს არის მაქსიმუმი. ეს არის მაქსიმუმი. რაღაცა შენც ეგრე ხო, ანუ ის არ ქონდა ხო, რომ აი რაღაცა გადაიწვი, ან ცუდად ახარ, ან რაღაც უბრალოდ ნახე რომ ამის პიკი და ეხა უკვე ვლუპავ რა, შეიძლება აქ გავლუპო ამ წარმატების დევნაში და მე გადახვედი ხო, ანუ უკვე. ახლა და შემდეგი ნაბიჯი რა იყო, ანუ აი თქვა ეს იგულავე 4 წელი 4 წელი ხო მანდაც აი მაინტერესებდა რომ აი რას აი როგორ თქვა რას შემიძლიას მივახცე ანუ ეგო ხო სულ რაღაც სარგებელს დასდევს ანუ და ეს ნორმალურია რა ანუ ეს ეძებს რომ აი თქვა აი აღიარებით ფიქრობს რომ აი აქ თუ ვიქნები მე იქ ვსო ბედნიერი ვიქნები რომ ხალხს ვეყარები პატრიოტიზმენ ასე თავისუფალი ვიქნები უფრო თავისუფალი ვიქნები უფრო დაზღვეული ვიქნები მე რაღაცა ფულს მაინც გადამიხდიან მაინც დამიძახებენ მაინც ას პატრიოტიზმენ რავი რაღაცა დაზღვეულობ და მე მაგრამ საბოლოო ჯამში რა ხდება რაც უფრო დაზღვეული ხარ ეგ განცდა გაქვს რომ უსაფრთხოდ ხარ ხო ანუ მით უფრო სასიამოვნო შეგრძნებები გაქვს ხო ანუ როცა ვფიქრობ რომ რაღაცა სახიფათოა რაღაცა უნდა ქნავა იმე რაღაც შფოთავ საბოლოო ჯამში ჩვენი ცხოვრება რა არის განცდა რა ანუ აი რო ზოგი ამბობს რომ ემოციური არსებები ვართ ანუ საბოლოო ჯამში განცდა ან იმ მომენტში გრძნობ თავს კარგად და ან არ გრძნობ თავს კარგად რა და ისიც რო აი აღიარებას მისდევს ეგო ხო ეგეც სტრატეგიაა რომ ფიქრობს რომ იქ რომ მივალ კარგად ვიქნები რა ანუ რომ კარგად ვიგრძნობ თავს რომ გეპს ხედავს ანუ ესე ვთქვათ დანაკლის ხედავს რა აქვს და რა ჭირდება რომ კონდეს თავისი აზრით და ცდილობს ეს შეავსოს. თუ ეს ძალიან დიდია, ვარდება დეპრესიაში, ხო? მაგრამ მე რომ ჩემთვის შემდეგი ნაბიჯი ძალიან დიდი იყო, რომ ამერიკის Forbes-ის ყდა დამესახა რა, ანუ დიდი ძალისხმევა ჭირდება ამას. იმას კი არა შეუძლებელია ვიღაცებს ხო აკეთებენ ამას, მაგრამ ეგ ზუსტად ეგ არის მარცხენაც ნახევარსფეროს პრობლემა არის რომ არიციან ადამიანებმა რომ მატერიალური აი 4 მასლოუს ამ 4 საფეხურის მიღმა კიდე არის ჩადებული ხო ადამიანის მოთხოვნილება და დაკმაყოფილება სხვა ტიპის პოტენციალი ხო მოთხოვნილება ხო და ეგ რო არიციან მაგიტო ხშირად სიხარბე ემართებათ მე სიხარბეს ხსნი ამ ლოგიკით ესე რომ მაგალითად მე თუ რაღაცას წარმოვადგენ ქართულ Forbes-ის ყდაზე წარმოვადგენდე ამერიკულ Forbes-ის ყდაზე ან თუ მაქვს სიტყვაზე 2 მილიარდი და ვიღაცას ხედავ აქ 7 მილიარდი ჩემ პირს მე მქონდეს 8 მილიარდი ანუ და ხშირად დასავლეთი ერთმანეთს ეჯიბრება ამ ტიპის ანუ ვის უფრო მეტი აქვს მატერიალური მოდი ასე ვთქვათ მატერიალური აღიარება ასე შემდეგ ეს რაღაცები და აი მე მაგით აღარ წავედი, იმიტომ რომ თქვი რომ რაღაც ეს და აბა, მაგრამ რა იყო იმისიქით არ ვიცოდი. მაგრამ მივხვდი რომ თუ კარგად გრძნობ თავს, ესე იგი კარგი. აი მაგას მივხვდი რომ ესე იგი ჩემთვის ანუ ორიენტირება აიღე კარგად გრძნობაზე. ხო, კარგად გრძნობაზე ავიღე მე მოდენ. მე ხა კლუბში წახვალ დალევ რაღაცა ესე იცეკვებას შემდეგ რაღაცა სიამოვნებებს მიიღებ რა. და იმ მომენტში კარგად გრძნობ თავს, მაგრამ დრო რო გადიოდა უკვე როგორ გითხრა რა გარეგანი გამაღიზიანებლების გარეშე რთული იყო რომ ანუ კარგად გეგრძნო თავი ანუ ამ ეს თავის თავს წურავს ანუ მაინტერესებდა ვაჭერდი და რომ ამ უკვე რომ აქაც მარგინალური ანუ ძალისხმევას დებ და ხარჯიც გაქვს როგორც სიტყვაზე ყდის მიღწევაში ხარჯი გაქვს რომ უნდა ღამე გაათენო იმუშაო უარი თქვა გართობაზე უარი თქვა რაღაც ურთიერთობაში დროის გატანა რაღაცებზე უარი თქვა შეწირო რომ ამას მიაღწიო აქაც პახმელია არის იმის გადასახადი ხო არის იმის გადასახადი და დროთა განმავლობაში თუ ხშირად აკეთებ ესეთ რაღაცებს ეს ნაბახუსები სულთან დაგზდებს ანუ სინამდვილეში ეს შენი სიამოვნების დონე დაბლაიწევს ცვეთა იზრდება გავჭედე რომ რა გავაკეთო ახლა აი მანდ უკვე აღარ ვიცი მოდი ხსანა მაგით გადახვალ იცი აი ხო არის ხალხი რავი შენც ბევრი გეცოდინება რა რომლებიც აი ესე დაიწყეს რაღაცებს მიაღწიეს რაც უნდათ ხო დააკმაყოფილეს რაღაც დონეზე ეგო და ეგ ძალიან მაგარია რაც გააკეთეს იმიტომ რომ რაღაცას რო აკეთებ ანუ დასაფასებელია რა დიდი შრომა გაქვს ჩადებული თუ რამეს მიაღწია ეხა არ ვიძახი მე კრიმინალურად და რაღაცას რა თუ რამეს მუშაობ და ძალიან დასაფასებელია იმიტომ რომ
ჩემი ენით რო ვთქვა, ეს სატურნის რაც პლანეტის ზეგავლენა რაც არის, რომ ანუ ცნობიერი ძალისხმევა და რიტმული მუშაობა და ასე შემდეგ, იქ მართლა ჩადე, რაღაცა მოიკელი, რაღაცა მიიღე რა შესაძლოა, უკვე დასაფასებელი, მაგრამ ხო არის რომ აი მათ ჩერდებიან რა, აი შენ სადაც კიდე დამატებითი კითხვები დასვი, ისინი შეიძლება შენსავე ჭკვიანები არიან, ბიზნეს სკოლა აქვთ დამთავრებული თუ რაღაც ყველაფერი აქვთ შენსავით, ან შეიძლება შენზე მეტიც, ხო და ის რაღაცა დამატებითი კითხვები უკვე არ უჩნდებათ რა, ან მიაღწიეს, სადღაც მე რასაც გალუპას ეძახი უკვე ეს დაიწყო ეს ლუპი, ანუ ერთ და იგივე იმაზე, მე უკვე ცოტა შენ რაც თქვი რომ აი ხა 6 აქვს და მე 7 უნდათ, 7 აქვს, მე 10 უნდათ, ესე თქვა და აი მაგას გაყვნენ. ხო და რატო ხდება ესე შენი აზრით რა? ვიღაც ტიპები რომ შენსავით სვავენ კითხვას და რაღაცა სხვა აღწერის სამყაროში შედიან და ცდილობენ რომ შეათანხმონ, მე ის აღწერა და სულიერი აღწერა სამყაროსი და მატერიალური აღწერა სამყაროსი, ანუ შეათანხმონ ერთმანეთს და არიან ტიპები, რომელსაც საერთოდ რა ვიცი, რამდენი წლები შეიძლება ეგრე გარდაიცვალონ კიდევაც რა. და ესე კითხვა არ დასვა. არ ვიცი, იცი, ანუ ნახე იცნობ ეგეთ ტიპებს. რომლებსაც კითხვა შენ გარშემო არიან თუ შენ გარშემო უკვე ბაბლი შენ გარშემო ვინც არიან როგორ თქვა ხედავ რომ ვიღაცები უფრო მეტად სვამენ ამ შეკითხვას და ვიღაცებს აი მაინც გრძნობ რომ რაღაცა თითქოს ჩემ ბაბლში ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო ხალხში მაინც რაღაც დოზით დაძრულია ამ კითხვის დასმა რა ადრე არ იყო და ეხლა რო ვუყურებ დაძრულია მაინც იმიტომ რომ როდიდან დაიწყო ეს დაძრვა შენი დაკვირვებით არ ვიცი, მე რაც აი ზუსტად ჩემი ძალიან სუბიექტური გადმოსახედიდან რო აი რასაც ვაყურებ, რო დავაკვირდე, ჩემში დაიწყო ლეო ინსტიტუტით 31 წლის რო ვიყავი და ჩემი მეგობარი რომელმაც წელიწადნახევრით ადრე ამასთან შეხება ჰქონდა და დამიწყო საუბარი რომ აქ არის რაღაც ისეთი როგორ თქვა სემინარი განათლება, რომელიც ჩვენნაირ ხალხს, რომელიც არიან ბიზნესში, მატერიალიზმში, ლოგიკურად ეძებენ თავიანთი ბედნიერების გზებს ასე შემდეგ, ისეთი ფორმით აწვდის რაღაცას, რომელიც გასაგებია ამათვის და ხსნის ახალ ფაზას, ასე ვთქვა და არ მესმოდა წელიწადნახევარი მეჩიჩინებოდა, მაგრამ ვერ ვიგებდი რომ ზუსტად რას მომცემდა, ანუ იმდენად ჩემ ცნობიერებაში, ცოდნაში ეს რაღაცა არ იყო, ანუ მე მეგონა რომ სამყარო სულ ეგ იყო რა, ანუ რაც დავიჯერე რომ იყო, ეგ იყო რა. შენ ცოდნაში ყავი კაფსულირებული. რა თქმა უნდა, ყველანი ჩვენ ცოდნაში ვართ კაფსულირებული. მე დღესაც ჩემ ცოდნაში ვარ კაფსულირებული, ოდნავ ეს ცოდნა კაფსულა გაიზარდა. ხო. ასე ვთქვათ რა და ეხლა ვხედავ რომ ზოგ ადამიანს და ჩემთან, ჩემ გარშემო, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, რომლებიც მე რო გავიარე ეს სემინარი და მან პირველად სამი კოენის მადლიერი გრძნობ, ანუ ვიქნები მთელი ცხოვრება რა, ანუ ვერსად ვერ წავა ეს მადლიერება, რომ ანუ მოკლედ მე მაგ სემინარს დავესწარი არა როგორც სემინარს, არამედ როგორც საშუალებას, რომ ანუ გამეგო რომ კაი ცადე მატერიალური და ეგო მიზნების დევნა და ვერ მომცა სიმშვიდე და სამუდამო ბედნიერება, ასე ვთქვათ, ცადე სიამოვნების დევნა და ვერ მომცა და მე სხვა გზა წარმოდგენა არ მაქვს აქ რამე თუ არის, აი ამ lost ამ მდგომარეობით შეკითხვა მქონდა და პასუხის ვარაუდიც კი არ მქონდა რა იყო და აი ეგრე მივედი რომ ეხა ან ეს 5 დღე მაპოვნეს პასუხს ან რა ვიცი დეპრესიაში ვარ რა მოკლედ რო ვთქვათ რა ნუ მართლა არ ვიცი რა გავაკეთო რა და მაგ მიჯნაზე მან და აი 4 დღე რაღაცა მომშავა და ბოლო დღეს ეს კაცი მეკითხება რომ ეხა აი მეო 3 მქვია, მაგრამ 3 ვარო და თქვი ანუ კის მეუბნება ჩემი გონება პასუხად. ნუ იმან არაო. გვეუბნება რა აუდიტორიაში. მეუბნება რომ მე ხა ეს ხეული მაქო რა, მაგრამ ანუ ეს ხეული ვარო. კის მეუბნება ისევ ჩემი გონება, მაგრამ ნუ არაო რა. ნუ ხა მეც ღია ვარ რომ დაუშვებ მოდი ამ არას. ანუ კისკი მეუბნება გონა ხა თეორიულად და ფილოსოფიურად ძალიან მაგარია თქვა რომ არ ვარ ეს ხეული, იმიტომ რომ ვიღაცა მითხრა და არ ვარ, მაგრამ შენ სულს მე ერთი რაც ვიცი არის რომ სანამ ჩემთ არ
დავინახავ რაღაცას, ის ჩემთვის ნამდვილი არ არის. დგანა ის, რომ ცოტა ხანი ავტორიტეტი არ მაპროგრამებს, ცოტა ხანი ავტორიტეტი მაპროგრამებს, ეს ნორმალურია, ვიღაცისგან რაღაცის სწავლა მინდა, ცოტა ხანი ბრმად ვენდობ. იმიტომ რომ ცოტა ხანი ბრმად თუ არ ვენდე, ეგრევე კრიტიკას რაღაც დონეზე მასწავლის სტატუსში თუ არ გადახვედი და შენ სიამაყეში დარჩი რო ეხა, მაშინ შანსი არაა, ხო, რაღაც დონეზე მინდობას აკეთებ რა გადახვედი. რომ მოსინჯო ახალი ბილი, იმიტომ რომ ის რასაც გთავაზობს, აქ ხდება იმას გამომრიცხავი დაჯერება რა და ეს ცოტა ხანი თუ არ ამას თუ არ ენდე და მოსინჯე, ეს არასდროს არ გაგასინჯებს იმას, დაგიტოვებს ინტელექტუალურ თეორიულ ვარაუდად, როგორც მათემატიკის ამოცანებს ხსნით და აქ მათემატიკის ამოცანას ვერ ამოხსნი, აქ უნდა რაღაც გააქრო აქსიომა, იმიტომ რომ აქსიომა გაქვს თავში, რომელიც გიშლის ხელს, რომ სხვა რაღაც დაინა. და ცოტა ხანი კი ვენდობ, მაგრამ მე ჩემთვის არასდროს არ არის რაღაც ნამდვილი სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, ანუ სანამ არ ვნახავ იმას, მანამდე არ ვჩერდები რა, ანუ არ ვიცი მარტო მე ვარ ესე თუ ყველა ესეა, მაგრამ მე ესე ვარ. და რომ მითხრა რომ აი სხეული არ ვარ, ანუ ჩემ გონებისთვის ჯერჯერობით სხეული ვარ და ესეც სხეულია, თუ არის რა, არ ვარო. მე გონება არ ვარო და მე ვეღარ გავიგე რა მართლა და ნუ უკვე ჟურვანტელი მივლის და ძალიან ბევრი კათარზისი მაგ გავლილი წინა დღეებში თან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეფლექსია ვაკეთეთ და ძალიან ბევრი სინანულისგან გავთავისუფლდი, იმიტომ რომ ამიხსნა გონება როგორ მუშაობს და ამიხსნა ბავშვობაში რომ რაღაც მოხდა იქიდან რომ ქცევა შევიძინე და მაგით როგორ ვაფუჭებ ჩემ ურთიერთობებს და მე თვითონ მსხვერპლი ვარ იმ დაჯერების რომ ამბის ანუ მე არაფერ შუაში არ ვარ რაღაც მხრივ რა, უბრალოდ პროგრამის გამტარი ვარ ასე ვთქვათ და იმიტომ რომ არაცნობიერი ვიყავი და ავტომატურად ვაკეთებდი რაღაცას რაც მეგონა კარგი იყო და თურმე ცუდი მომქონდა სხვისთვისაც და ჩემთვისაც ანუ ეს რომ გავაცნო გამათავისუფლა რა და უცებ აი ეს მეუბნება რომ არც სხეული ვარ და არც ეს გონება ვარო რომ მითხრა და ანუ არც და ეხა ეს ყველაფერი დავინახე რომ გონებაში ან თუ მე ვინმეს გამსჯი რამის გამო ისევ ჩემი გონება რომელიც ქმედებას მაკეთებინებს და გამსჯი და არც მე ესეც არ ვარ და აბა ვინ ვარ მეთქი ანუ ავიღრიალე ამ სემინარზე უკვე რა ანუ არ არის ხან თლად ეგეთი სემინარი მაგრამ ჩემთვის ეგეთი იყო რა აბა ვინ ვარ და ეს შეიშმუშნა და ვერ მეუბნება რა ვინ ვარ იმიტომ ხა თან ხა მე ხედავ რომ ყველა გურუ არ გეუბნებიან ვინ ხარ ხო რა სენ თუ აღმოჩინა და სამი წელი რაღაც იშმუშნება მაგრამ ბიჭო მეთქი ვინ ვარ მითხარი ანუ უკვე ძალიან ცუდ და ვერ მეუბნება და ეს ამხრები აი ჩამახსოვს რომ love and joy ეს ტრაქტ და აუ მან ბახ ეგრევე და ტირილი გამსკადა იმენა ძალიან ცუდად გავხდი რომ ანუ ესე იგი თურმე დავინახე რომ რამხელა თვით განსჯა და ეს მქონდა ჩემი რაობის და ვინაობის მიმართ და აი უბრალოდ იმ მომენტში ვიღაც მეუბნება რომ თუ რამე ხარ love and joy ხარ ანუ სიყვარული და ხალისი სიხარული და სილაღე და ანუ აი უბრალოდ მისი პასუხი განა რამის ნიშნავდა კონკრეტულს მაგრამ და იმას ნიშნავდა რომ რაღაცა რაც მგონია შეიძლება ეგარ ვარ და რაღაც უკეთესია ჩემში რომელიც და აი მან უკვე დაიძრა ის რომ ეს არის love and joy ჩემში და ანუ როგორ თქვა ეგ რაღა არის ანუ მიხვდი გავიგე რა იყო მაგრამ გავიგე რომ ესეც არის აქ გარდა იმ წვალებისა სამყაროს მიმართ რო სიამოვნებას ვეძებ თუ რაღაცა და ეს love and joy როგორ ხდება ანუ შიგნიდან ჩდებაო გარედან ვერ მიიღებო და აი უკვე მანდ დამეწყო ასე ვთქვათ ძიება იმის რომ გარდა ეგოს და ფინანსურ მატერიალური სიკეთეების და ხორციელი სიამოვნებების დევნის მიღმა შეიძლება რომ რაღაც არის ჩემში რომელიც ის სხვანაირად ფუნქციონირებს რომელსაც პახმე ათხადნიაკი არ აქვს და ასე ვთქვათ ნაბახუსევი არ აქვს რომელსაც ძალის ხმევის ჩადება რაღაცის მოსაპოვებლად კი არ ჭირდება რაღაც არის რამაც შეიძლება შიგნიდან და აი მანდ დაიწყო პატარა ასე ვთქვათ გახსნა კარის ვერ ვიტყოდი რომ სულიერებაში ძალიან მაგრამ გულიერებაში მოდი ასე ვთქვათ ხო ანუ იმას რასაც ფაქტიურად ის 4 წელი რო იძახი ვიგულავეო რა ანუ ის წლები რასაც ნუ love and joy-ს არ ეძებდი ეხა გარეთაც უბრალოდ რასაც გარეთ ეძებდი იმ love and joy-ს ხო სად იმ ადამიანს ხო სასიამოვნო ბედნიერებას ვეძებდი ბედნიერებას ეძებდი უბრალოდ ერთადერთი რასაც აკეთებდი გარეთ მთლიანი კონცენტრირება იყო გარეთ არ ვიცოდი რომ შეგნით რამე იყო ხო და იმ ადამიანმა ეხა და ბუნებრივია რომ მადლიერი ხარ იმიტომ რომ იმ ადამიანმა პირველად ჩემი მზერა შეატრიალა შეგნით რა ხო აბსოლუტურად მაგიდან დაიწყო უკვე ანუ როგორ თქვა ბზარების დადება ჩემს აღქმაზე და დაჯერებებზე როგორია სამყარო რა ვინ ვარ მე და რა უნდა ვაკეთო რომ ბედნიერი ვიყო ანუ რაც ვიცი არ მუშაობდა მოდი დავაჩელენჯოთ ყველაფერი და იმან დაიწყო უკვე
ყველაფრის, ასე ვთქვათ, ყველაფერზე კითხვის დასმა ნელ-ნელა 3 წელი გაგრძელდა ეგ პროცესი. ხო, მაგაზე გადავიდეთ, მე მაინც კიდე იმას დავუბრუნდე, იმიტომ მინდა რომ აი შენ თუ მეტყვი და შენაერი ტიპები რა, ამას. აი რო თქვი რომ ეხა უფრო გაზრდილიაო ინტერესიო ესეთი მიმართულებით ინტერესის შეტრიალებისკენ რა. მაინც აი შენ რა განცდა გაქვს რა, რომ რა აპრკოლებს ადამიანს მაგ სფეროში, სადაც შენ ახლა ბიზნესის სფეროში, რა აპრკოლებს ადამიანს, რომ ეგ love and joy შიგნით დაც დაიწყოს ძებნა რა, ამ love and joy შიგნით ძიებაც რო დაიწყოს. თავარი დამაპრკოლებელი, აი ეს აბსოლირებას რო ვერ გადის რა, ესეთ ვერ აფართოვებს რა, ჰორიზონტებს რო ვერ წევს. ხო, აი რა არის შენი აზრით, რომ რატო ხდება ეგრე? ძალიან ისე ეგ ხალხიც, ვინც ბიზნესით და მატერიალური და ეგოს მიზნების დევნით არის დაკავებული და ის ხალხიც, ვინც სულიერი მიზნების დევნით არის დაკავებული. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ მაგორი ადამიანის მდგომარეობას შორის. ანუ ადამიანის ბედნიერებისთვის დამაბრკოლებელი არის ბევრნაირად შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ერთი რაღაც პრეფერენცია მომავალზე, რომელზეც მაქვს მიჯაჭვულობა რა. ანუ აი ჩემთვის თუ რამენაირი მნიშვნელობა აქვს შემდეგ მომენტში რა როგორი იქნება, თუ მიჯაჭვულობა მაქვს ამაზე. მე მაქვს პრეფერენცია რომ შენ იყო ბედნიერი. ანუ აი რომ მკითხვა აი შენ მინდა რომ აი რა ვიცი, რაც უფრო ბედნიერი იქნები, ანუ აი ეს მინდა რა, მაგრამ არანაირი მიჯაჭვულობა არ მაქვს, ანუ თუ ბედური იქნები რა გავაკეთო. მიხდი, მაგრამ აი ეს მაქვს, მაგრამ ნახე თუ მე რამე პრეფერენცია მაქვს მომავლის ჩემი თავისთვის, რომ მაგალითად აი რამდენი ფული მექნება, რამდენი და თუ მიჯაჭვულობა მაქვს ამაზე, მე დღეს არ ვარ თავისუფალი, რომ აქ და ახლა იყოს ჩემი გონება, რადგან გონებაში არის დაუკმაყოფილებელი საჭიროების, ანუ სამომავლო საფრთხის განცდა, რომლისთვისაც ვაიმე მე რაღაც უნდა გავაკეთო. ხო და ადამიანები, რომლებიც ძალიან არიან მატერიალური მიზნებით დაკავებულები, მათ აქვთ თუ ეგოსთვის არიან, მე არ გვგონია, არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან პროდუქტებს და სერვისებს იმისთვის, რომ გულწრფელი სურვილი აქვთ, რომ სხვა ადამიანები იყვნენ ბედნიერები. ამ დროს ბედნიერებაა შემოქმედება და ამის კეთება გამოგივა, არ გამოგივა, რა მოხდა მე, აი მე ყველაფერი, მე ვქენი რა, მე ეს პროცესი კარმა იოგა ქვია. ხო, კარმა იოგა კი ბატონო და მაგ დროს თუ არ არის მიჯაჭვულობა, მაშინ მაგარია, მაგრამ თუ მიჯაჭვულობა არის, თუ მე არ შემიძლია რომ დავისვენო, საღამოს გონება გავთიშო, ოჯახთან თუ მინდა და მეტით რო გავატარო, დასასვენებლად წასვლა მინდა, მაგრამ ვაიმე ხა ადიქციურად ვარ, ობსესიურად ჩაჭიდებული ჩემს საქმიანობას და ვხედავ რომ როგორ თქვა, კომპრომისი მიწევს ჩემი სხვა სურვილების, სიხარულების იმისთვის, რომ ვაიმე აქ შემთხვევით ან Forbes-ის ლისტინგში ქვემოთ არ ჩამოვარდე, ან უბრალოდ კრედიტის გადახდა ვერ მომიწიოს, ესა პრობლემა არ მქონდეს, რომ მოვა გადახდის თარიღი. ანუ აი ამაში თუ ვარ გაჭედილი, მე არ ვარ თავისუფალი ამ მომენტში, რომ იმასთან ვიყო, რასთანაც ვარ, ანუ აი შიშია. ანუ საბოლოო ჯამში შიშია, რომ მე ვერ დავიკმაყოფილებ საჭიროებებს, რომელიც გონებისთვის მაქვს დასახული. და მანდ არის ერთი ესეთი რაღაც, რომ ნახე ორი ვარიანტი, აი ნახე მაგალითად მე რო ვთქვა, რომ მომიწია რა, შარშან არ ვმუშაობდი 8 თვე. ანუ მე ლეო ინსტიტუტისგან წამოვედი, ანუ დირექტორი არ ვიყავი დამფუძნებელი, 3 და ანასი არის ლეო ინსტიტუტი. და შარშან 1 იანვარს წამოვედი. შარშან. წამოვედი, იმიტომ რომ ჩემი შემდეგი ფაზა განვითარების იყო მედიტაციით უნდა მივსულიყავი, ვეღარ წავიდოდი რა, ამით ვეღარ წავიდოდი, სხვა მეთოდით გადავწყვიტე, რომ დრო გამომეთავისუფლები. და არ მუშაობდი, 8 თვე მედიტირებდი რა, საზღვარგარეთაც ვიყავი, მე საქართველოს გავაგზავნე. ამ პერიოდში მომიწია მანქანა გამეყიდა, მაგრამ ანუ ყოველთვიური შემოსავალი მაინც პასიური იმდენი არ მქონდა, რომ და რაღაცების გაშოვა მომიწია და ვაკვირდებოდი გონებას, როგორ ეშინო და ფინანსური მომავლის რა, მედიტაციაში ფიქრები მოვა, მე ვკითხულობ, აი ხა ამ ფიქრების ძირი რა არის, ანუ რა არის წყარო, ამ ფიქრებს რატო ვერ ვუშვებ ხელს? ნახულობდი, რომ დაუკმაყოფილებელი საჭიროებაა, მაგალითად ის, რომ შვილის განათლების, კარგი განათლების მანქანა რო გინდა რო იყიდო, სამოგზაუროდ რო გინდა დახვიდე. მე დავჯექით უკვე. ეს ამას მოგზაურობის გაშობა შემიძლია გაშობა. მანქანის ყიდვის გაშობა შემიძლია გაშობა. ფილიპეს უზრუნველყოფის ამის გაშობა შემიძლია? არ შემიძლია.
გასაგებია. ანუ ამის არ შემიძლია. ამის შემიძლია. ნუ ყოველდღე რაღაცას ბინის გაყიდვა შემიძლია, მიწები რომ მოკლეს ზემაგის გაყიდვა, არა არ შემიძლია, მინდა რომ დაუტოვო. ანუ ესა მინდა რომ რაღაც მქონდეს რა. ნუ რაღაცები ეგ ინდივიდუალური. რაღაცები გავუშვი, ბევრი გავუშვი. რაღაცები ვერ გავუშვი. რაც ვერ გავუშვი, თუ როცა ვიჯექი და მედიტირებ და არ ვაკეთებდი ამისთვის არაფერს, კონფლიქტი მქონდა. იმიტომ რომ ნახე, თუ გაშვებული არ მაქვს რაღაც საჭიროება და მაგისთვის ჩემი მოქმედებებს არ ვაკეთებ, რომელიც წყურია და ვიცი რომ 100 მეტრშია და ვიცი რომ 100 მეტრის ენერგია მაქვს დარჩენილი, ნაბიჯს თუ არ გადავდგამ, ეგრევე დეპრესია დამემართება, ეგრევე მოვკვდები. ამიტომ მე თუ მოქმედებაში ჩემი მოქმედება იმ მომენტში თუ ვიცი რომ აკმაყოფილებს ჩემს საჭიროებებს, მაშინ პრობლემა არ არის, ერთადერთი მოქმედება რომელსაც იმ დროს უნდა ვაკეთებ. თუ ცნობიერია უკვე საჭიროებები რა, რაღაც გავუშვი, რაღაც ვერ გავუშვი. და პრობლემა არის რომ ადამიანებს ჯერით რომ გაცნობიერებული არ აქვს, ბევრს რო კითხვა ადამიანს რამდენი ფული უნდა ვერ გეტყვის. უაზრო რიცხვს გეტყვის და სხვა დღეს რო კითხო სხვა რიცხვს გეტყვის. და ზუსტად არის ის რისთვის. ეს ახლა ადამიანებს როისაც იძახი. ადამიანებს რომელსაც უბრალოდ რომელიც არც ბიზნესში არ არიან არც თუ ბიზნესმენებსაც რო კითხო იგივე პრობლემა აქ ეგ რო გაუცნობიერებულ ყველას იძახი? ანუ 99% გაუცნობიერებელი არის 1% ადამიანების ვინც აცნობიერებს. მაგრამ ესე მგონია რა ვიღე. ჩემი დაკვირვებით ხო, მესმის, ხო, შენი აზრი. ანალოგიურად არის რა, ანუ რომ ნახე, მაგრამ პრობლემა ნახე რა არის, მე რაღაცები გავუშვი და რაღაცები რასაც არ ვუშვებდი, მინდოდა ეგეც გამეშვა და ვეჭიდავებოდი. აი ეს არის აღმოსავლეთის მიდრეკილება. ზუსტად. როცა ადამიანს, მაგიტო ვიძახე, როცა ადამიანი სულიერ მიზნებს ეპოტინება, ხშირად უნდა რომ უგულებელყოს ის მატერიალური დანაკლისი, ანუ საჭიროებები, რომელსაც ვერ უშვებს, გაშვებული არ აქვს და არ იკმაყოფილებს. და ეგ იჭედება ადამიანის სულიერებაში დაღზნებული ადამიანი მიზნით აღტაცებული მაგაში იჭედება, რომ მე გასხიოსნება მინდოდა. ანუ ეგოს რა, ანუ მედიტაციებით რა. ხო და აი იმას რო ეპოტინები, აი აქ ეს გეპები გიჩნდება რა და მატერიალისტი ადამიანის პრობლემა კიდე რა არის, იცი რომ სულ არის ის რომ ზემოთ რამე საინტერესოა საპოტინოთ, ანუ სულიერი მიზნები რა ზემოთ პირობითად ვამბობ რა. და დასავლური ბევრი განათლება არაფორმალური გეუბნება რომ dream big. ანუ ნახე, ამ ცდილობს რომ ამბიცია აგიწიოს, ანუ ამბიცია აგიწიოს რომ საჭიროება დაკმაყოფილებული კი მეტი საჭიროებები დააგენენ, რომ მინდა ვილა ვიყიდო, მინდა თვითმფრინავი მინდა ვიყიდო, და ანუ სიხარბე, ამას მაგას ვეძახი, ანუ გაზარდოს შენი სასურველი დონე საჭიროების, რომ მოტივაცია შეგიქმნას ისევ ეგომ, რომ იმას მიაღწიოს. და მოტივაციის მექანიზმები დასავლური არის ამაში. ანუ დასავლეთის პრობლემა არის, რომ dream big, დიდი ამბიციები და ეს აქცია მოტივატორად, რომ ამაში მიღწევები გააკეთო. აღმოსავლეთი კიდე ამბობს, რომ მოდი მატერიალურობის უკვე დავყაროთ, იმიტომ რომ სულიერს, მაგრამ თუ ვერ უშვებ, აი აქ უკვე აქ მარტო რჩები რა, აქ ვერავინ ვერ დაგეხმარება. შენ თავთან თუ აუთენტურად გულწრფელად არ თქვი, რომ ეხლა მე ძმაო პირობითად თუნდაც ის რომ რაც არ უნდა სულიერებაში იყო რომ ფიქრიდან თუ ვერ ამოგაგ რომ სამ ქალთან ერთად გინდა კონდეს ექსი პირობითად ვიძახი რა რაც არ უნდა ბუდაზე ღმერთზე და წმინდანობაზე ფიქრობ ამას თუ გონებიდან ვერ უშვებ ჯობია რომ დაიკმაყოფილო რა ანუ at least მოქმედება დაიწყო აქეთკენ და ხშირად ნახავ რომ არა ეს სექსის მაგალითი მოვიყვანე სულიერებაში გადავარდნილი ხალხის კონტრასტისთვის რა ჯობია რომ მოქმედება დაიწყო და ხშირად ნახულობ რომ როგორც კი ნაბიჯების გადადგმას იწყებ ის ხრება აი შეიძლება რომ არც მიღწევა არც დაგჭირდეს მაგრამ სანამ ებრძვი ამას და ვერც უშვებ და არც მოქმედებ აი მან გერხევა რა ხო ცოტა ვრცლად გავეცნო მაგრამ ბიზნესმენებსაც უპასუხებ მე მგონი კი ნუ ჩემასაც გეტყვი ანუ ერთი ეხა მე ჩემი დაკვირვებით ის არის რომ ეხა ბიზნესში რა ხო გეგმავ რაღაცებს და ეს დაგეგმაზე ორიენტირებული გონება არის რა კონტროლზე და დაგეგმაზე გათვლაზე ესე ვთქვათ რა და აქეთა სფერო შეიძლება აღიქმებოდეს უკონტროლო სივრცეთ სადაც შეიძლება გადადგა ნაბიჯი სადაც გზა არ ჩანს რა ან ნაბიჯს რო გადადგაო გზა მერე გამოჩნდეს ანუ რა და ეს ხო გარკვეულწილად რაღაც ანუ შიში წევს ხო ცნობიერად თუ არა ცნობიერად ეხლა რაც არ უნდა ძლიერი ბიზნესმენი იყოს თუ ძლიერი ენერგეტიკა ქონდეს და გონება ქონდეს ეს სფერო არის შეუცნობელი რა მართლა რა კი ეხა არის მოწესრიგებული რაღაც სტილობენ რომ რაღაც ფორმაში მოექცეს ეს ყველაფერი არის ეგეთი ისინი პრაქტიკებიც რომელიც ხო აქ არის აქაც advanced და რაღაც მაგრამ
მაინც შეუცნობელთან გაქვს საქმე რა, ესე ვთქვათ, ალბათ ერთ-ერთი შიშის ფაქტორიც ეგეც არის, რომ კი შეიძლება იქ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ან გამოფიტვას გრძნობ ცვეთას, ყველა იგრძნობს ეხა დაღლას ცვეთას რა, მაგრამ შეიძლება აქეთ გადმოსვლა ის არის, რომ აი შიშის მომენტია და შენ ეს შიშის მომენტი ქონდა უკვე, ანუ ეს ან ეხლა თუ გაკვირდები, იმიტომ რომ მე ეხლა მეგობრები მყავს, რომელიც ასევე აი ბიზნესში არიან რა და იმათ რო გვირდები აი უნდათ შეხება, რაღაცებს ეხებიან, მაგრამ მაინც ეს შიშის მომენტიც აქვთ რა, რომ გარკვეულწილად არ ძალიან ზედმეტად არ დავიკარგო რა, ზედმეტად არ განვეჯაჭო. აი შენ ზუსტად რაც იმას თქვენ, რომ ზედმეტ იმაზე მეტი არ გაუშვა, ვიდრე რეალურად არ დავკარგო. ეხლა შენ ძალიან კარგად ახსენი რა, რომ იქ რო უშვებ რაღაცას, რასაც ვერ უშვებ, ის არც უნდა გაუშვა. ხო, და მართლა ანუ აღმოსავლეთის თუ ვერ უშვებ უნდა იმოქმედო იმისთვის. კი. და მინიმუმ მოქმედება უნდა დაიწყო რა, როგ წყურია და იცი ბოლო წუთები გაქვს, წყლისკენ უნდა იმოძრავო. ანუ იცი რა, რო არ გააკეთო მაინც ეგრე, ანუ ეგ არის ბუნებრივი ქცევა. გონებთ არ უნდა შეუშალო ხელი და ადამიანს რო უნდება სულიერი პიკის მიღწევა, იმ დროს უკვე ეგო უშლის ხელს წყლის დალევას. მიხვდი აი ეგეთი პარადოქსი იჩნდება რა. ხო. და ეს პიკზეც მინჯაჭულობაც კიდე მეორე ის არის რა. აი ამ აქეთა კუთხის უკვე, აი ამ რაღაცა სულიერებაში თუ რაღაცა რო გინდა გასხიოსნება, ეგ კიდე რაღაც მე მგონი მეორე სიგიჟის მიმართულებაა, იმიტომ რომ ანუ ეს გასხიოსნებაც ხო დროში არის რა. ანუ შენ ანუ უდროო ფენომენს დროში შემოყავს რა. ან რაღაცა რაც პარადოქსია. ხო, პარადოქსია რა და ის გინდა რაღაცა და იქ უნდა გაიგო. მათაც შეიძლება ჩვეულებრივ აი ამ ცვეთის პროცესში გადახვიდე უკვე მენტალურს და ფსიქიკურს და აი ბევრ გამბრუდება შეიძლება მოყვეს მაგ რაღაცას. ან შენ გზას რო დაუბრუნდეთ ახლა აი რომ მაგ კუთხიდან როცა უკვე ეს კითხვები დასვი შენ ეს პირველი შოკი იყო რომ აბა ვინ ვარ და რაღაცა და პირველი შეტრიალება ყურადღების შიგნით რომ გინდა love and joy ხო, მე რა გააკეთე? მე გავაკეთე ის, რომ კიდე წავედი მაგათ სემინარზე. ძალიან მომეწონა ჩათვალე, რომ აი ხო იცი რაღაც უცებ რომ ნათელი გაიხსენებ, აი სადღაც რომ განათლება შემოვა შენში, სინათლე აი როგორ თქვა, იმიტომ რომ რაღაცა აქამდე რაც ვისწავლე, გავიგე რომ რაღაც ეტაპამდე მივიყვანო, მაგრამ ის ცოდნა და დაჯერებები რაც მაქვს, ანუ ვერ მივდორი და აქედან რაღაც სინათლის წყარო შემოვიდა და კიდე მაინტერესებს მეთქი. მივედი. ერთი წლის თავზე სამი რომ მითხრა რომ მახსოვს ძალიან საინტერესო მომენტი იყო რა. პირველად რო გავიარე ეს სემინარი და ჯერ რო ეს რაღაც პირველი ბზარი დაედო რა, ასე ვთქვათ ამას რომ ვინ ვარ აბა, ეხლა რა თქმა უნდა პასუხი ჯერ არ მაქვს. მოსული ერთი წელია გასული. თითქმის რა და ზაფხულია მახსოვს და იმ პერიოდში ვიღვიძებ რაღაცა გასაშლელ დიმონზე მეძინა ჩემ მშობლებთან რა სახში და ძველ ოთახში რა ბავშვებსაც მეძინა, მაგრამ მე გადასულიყო, მე დავბრუნდი რაღაც ბინას ვარემონტებდით რაღაც ეგეთი პერიოდი მქონდა და წინა დღეს კლუბში ვიყავი რა, კარჩე და 2 საათზე გავიღვიძე შუა დღეზე და ვიღვიძებ წამოვიჯექი, ანუ ის კითხვა დავსვი, მაგრამ რაღაცებს კიდე ანუ ისე ინტენსიურად აღარ გულობ, მაგრამ მაინც რაღაცა ესე ვთქვა, დიდად არაფერს დიდად ძალიანაც არ შეიცვალა. ჩემ ცხოვრებას დავმშვიდით და ურთიერთობები გამიმჯობეს და ცალსახად რა. და ვიღვიძებ და ესე ვარ რა და ვამბობ რომ მეთქი მთელი ცხოვრება თქო თავისუფლებას დავსდევ თქო აი მთელი ცხოვრება მართლა სულ სადღაც თორე სულ მე გავძრე სულ თავისუფლება ჩემი ეგოსთვის არის ყველაზე ეგოსთვისაც ისევ ვფიქრობ რომ ყველასთვისაც ანუ ფუნდამენტურია მაგის გარდა სხვა ყველა ასე ვთქვათ კონცეფცია მაგაზე დგას ჩემი აზრით რა მან ჩემი ეგოსთვის როგორ გითხრა აი ესე ანგაჟირებულადაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, სადმე თუ იზღუდება, ეს არ უყვარს ავტორიტეტები, არ უყვარს და ასე შემდეგ რა. და ვიღვიძებ და ესე წამოვჯექი მახსოვს და აი პირველი ფრაზა ხა იცოდა ბურუსში რო ხარ, ბურანში რო ხარ, ჯერ კიდევ ვერ მთელი ცხოვრება თავისუფლებას დავსდევ მეთქი რა და აგერ მაქვს ეს თავისუფლება მეთქი, ანუ ფული მქონდა შემოსავალი პასიური, დრო მქონდა და გულობდი და აგერ მაქვს მეთქი ეს თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება ჩემთვის საზიანოა მეთქი რა და ვინმე მინდა მეთქი რომ ჯამაგირად დაუდგეთ ხო ამ ფრაზას ვიგულებ თავში ჯამაგირად. იმიტომ რომ ანუ მე რო უნივერსიტეტს რო ვამთავრებდი, როგორც ხარ ეგრევე ჩემი ბიზნესი დავიწყე ცოტა ხანს ალბათ სხვასთან მუშაობა არ მინდოდა არასდროს აი სულ მინდოდა რომ მე ვიყო ჩემი თავის ბატონ პატრონი და ბიზნესიც მაგიტო და ამ შემდეგ რა და
მოჯამაგირად დაუდგეთ ხო და აი პირველად ვინატრე რომ ვიღაცას ვემსახურო წარმოიდგინე რა იმიტომ რომ პროსტად მარტო როგორ თავს ზიანს ვაყენებ მეთქი ამით რაც ვარ და ვინმე მინდა მითხრას რომ ეს გააკეთე ის გავაკეთე რომ ის დრო დავაკავო რომ თავისუფალ დროს სულ რაღაც საზიანოდ ვიყნე მეორე დღე ორი დღე გადის თუ რაღაც და რავი მე სამსახურს აღარავინ აღარ თავაზობდა რა იმიტომ რომ ბურჭულა ლივინგსტონის დამფუძნებელი სუპერ წარმატებული იმიჯი და ვინ რას ანუ 1-2 кейსი იყო რომ ვიღაცამ გასაუბრებას დამიძახა და იქაც აზრი არ ქონდა გასაუბრებას მეგობრულად დავიშალეთ იყო და სამი მირეკავს სამი რომ ისო პანდემიაო და ვერ ჩამოვდივართო და შენო რომ მოგეწონა ეს სემინარი და მთელი შენი სანაცნობა რომ გამოუშიო კიდე თუ დაგჭა ხალხი და გინდო დაგვეხმარი თორე წასვლა მოგვიწევს მაგ ქვეყნიდანო და Ясно. Კითხო. რა კიო მოიფიქრო არ გინდა რამდენი დრო აიღე მოიფიქრო რა ანუ დირექტორობას გთავაზობ რაღაცა დიდი ხანი უნდა იმუშაო აქ. აი მოვიფიქრებ მეთქი არაფერი არ მიფიქრია სამ დღეში ისევ გადავბრუნ რაჭაში ვიყავი და სულ კი მეთქი და აი დავიწყოთ და დავიწყეთ რა ანუ დავიწყე მე პირობა მაქვს ერთი მეთქი რა არც ხელფასზე გვილაპარაკე არაფერი ერთი პირობა მაქვს მეთქი რასაც ჩაატარებ მეთქი სემინარს ყველაფერს უფასოდ ხო დავესწრები მეთქი მაგის ანუ მე მართლა ვიკითხე არ ვიცოდი რა ძვირი ღირდა ეგ სემინარები გარდა ხო მე გადავებიო ანუ დაესწრები კი რომ მე ჩატარებაც მოგიწევსო და ოკეი მეთქი დავიწყეთ და ესე დავიწყეთ რა ეგ პირველი რაც გავაკეთე მასწავლებელი ვიპოვე ანუ იმიტომ რომ როგორ გითხრა იმ მაგას ვიძახი რომ თუ შენ შენით რაღაც დონეზე ვერ მასწავლებელი არის მოკლე გზა რაღაც დროით მე ვიპოვე მასწავლებელი ვისგანაც შემეძლო რომ დამეკოპირებინა ის რაც ჩემში არ არის და რაც ვხედავ რომ ლავენჯოისკენ იცის გზა როგორ და დავიწყე ამასთან მუშაობა და სწავლა და თან მართლა იმდენად ჩემთვის იმდენად ხსნა იყო ის პირველი 5 დღე რომ ბუნებრივად წამოვიდა სულ რომ სხვებისთვის გამეზიარებინა ანუ ეგოისტურათაც კი იმიტომ რომ მე თუ ურთიერთობებს ვისწავლი ისე რომ არავინ არ დავაზიანო და მეც არ დავზიანდე და ამით ბედნიერი ვიქნები მეც და სხვაც თუ ისწავლის რამხელა რამდენია შესაძლებელი ხო რამდენად მეტი ენერგია გამოთავისუფლდება რამდენად ნაკლები უბედურების მიზეზი იქნება რაღაც და ამის გაზიარებაც ბუნებრივად მომენტა და იმიტომ რომ დამირეკა ორი მიზანი მქონდა ერთი რომ მე გავთავისუფლებულიყავი და მეორე სხვებისთვის რაღაც გამეზიარებინა და მესამე ეგოს მოეწონა ახალი ის გაუჩნდა რომ თვითონ ღირებული იყოს რომ კაი ბიზნესმენი ყდაზე და ბანკარი რეკლამში კი თუ რაღაც ასე შემდეგ ეს რაღაცები მაგრამ ეხლა ეგოს ან ხე როგორ არის ორივე ერთად არის გულს უნდა რომ სხვა ბედნიერი იყოს და ეგოსთან უკვე მოუნდა რომ თვითონ იყოს ის ვინც სხვას გააბედნიერებს ანუ ეს პარალელურად ირთვება რა ანუ ეს პროცესი პარალელურად მიდის და 3 წელი მოკლედ ვაკეთე ეს და პარალელურად როგორ თქვა ეს სამივე ეს ორივე განზომილება რომ ერთი სიხარული გაზიარების მეორე ცნობიერების გაფართოება და პრაქტიკაში გადატანა და უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობა და მესამე ეგოს გაძლიერება რომ მესია სხვების პარალელურად იზრდებოდა ეს ყოველდღე ვითარდებოდა ეს სამივე ასპექტი რა ასე ვთქვათ ჩემში და უკვე ეს ხაზა რომ დავამოკლოს 3 წლის თავზე ჩვენ ძალიან ძლიერი სემინარი ქონდა advanced სემინარი ანუ ვინც გაივლიდა ორჯერ ამ იმას მე მესამე ეხლა ინახეთ წარმოიდგინე რა აღარ მუშაობ მან უკვე წელიწად ნახევარია არანაირი ის არ მაქვს რა როგორ თქვა სუბიექტური მიზნები ლეოსზე რაღაც რამდენს ვლაპარაკო რამდენ რეკლამას ვაკეთებ ოღონდ იმიტომ რომ ანუ რა გავაკეთო პროსტო უბრალოდ მადლიერი ვარ და მადლიერი ვარ რომ ამდენი ხალხმა ეს გაიარა და მაგიტო ჩემი ბაბლი ბევრად ანუ სხვა ჩემ გარშემო მარტო ამის დახმარებით ან ამან მე დაძრა ბევრი რაღაც მაგრამ და პირველი როლი თამაშა ჩემთვის და ჩემგან სხვებისთვის გაზიერებაში და ისეთი კაი ურთიერთ ანუ რა ვიცი 6 დღეში ვცხოვრობ ურთიერთობების თვალსაზრისით გარშემო რა აი ის მომენტი შენ ესე იგი არ გონია ხო რომ მე რასაც ვაწყდები ხოლმე ჩემეც მეგობრებში რომლებიც ასე თქვათ ბიზნესში არიან და თან რაღაც ასე სფერო აინტერესებს მაგრამ ხედავ ხოლმე მაინც შიშს რა დაკარგვის შიშს რომ აი რამე გააქ ან რჩევა ან რაღაც ისეთი ის რომ არ ეგეთი ტიპები რომლებიც აი უნდათ რა აქეთ ამხარეს მაგრამ აი რაღაცა შინაგანი ის აქვს რომ აი რაღაც პანიკური ცოტა ისინი რომ არ დავიკარგო რა შენ ფაქტია რომ არ დაიკპირიქით იმიტომ რომ აქ ხო შენ იპოვე ზუსტად დავიკარგე და მაგიტო ერთადერთი გზა მქონდა აქეთ წამოსული იქ აღარ იყო არაფერი რომ
იქ ვეღარ ვიზავდი ვერაფერს. ერთი გზა იყო და უნდა გავყოლოდი ან დეპრესია, ან გზა აღარ იყო. ხო, ესე იგი შენი ძახი რომ მაინც რაღაცა მიჯნაზე უნდა მივიდეს ადამიანი, ხო? უნდა მოდდეს რომ სადღაც მაინც გადახდეს, აქეთ მაინც აუცილებელი არ არის კრიზისით მივიდეს, შეიძლება რომ ცნო გაცნობიერებითაც მივიდეს. ხო. მაგიტო აღირებულება აქვს ამას ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სამი რასაც აკეთებს. უბრალოდ მაგას ვიძახი რომ აი მე გავჩერდი რომ მასწავლებელი ვიპოვე მეთქი რა და ვიღაცა ვინც არის ეძებოს მე ჩემი რჩევა რაც იქნება არის რომ ნახოს მასწავლებელი ვიღაც დაუკლიკავს ან ვიღაცაზე ხდება გოლში ვიღაცა სხვა და მაგრამ მასწავლებელი გზას ამოკლებს რაღაც დონემდე მაგრამ ნახე როცა მივაღწიე სწავლის გამისგან ბევრი ვისწავლე კიდე ბევრია სასწავლი განაის რომ ამოუწურეს ამისგან რაღაც ისწავლა მაგრამ მე რასაც ვეძებ ჩემი ძიება მე ჩემ ანუ ეს რასაც ეძებს ყველა თავისებურად ეძებს მოდი ესე ვთქვათ რა და ამას უკვე ესე იგი 3 წლის თავზე ეგ იყო რომ შეკითხვა მაინც ხო ეგ არის რომ გზა რო აღარ არის მე საშიში ვეღარ ანუ ერთადერთი გზაა და ან გაყვები და ან მეც ვთვლი რომ ეგრე აი ზუსტად ეხა გეტყვი მეორე ფაზა რა იყო რა რომ ესე იგი 3 წლის თავზე ვართ ამ advanced seminars-ზე სადაც ვეძებთ ჩემი ცხოვრების არსი აი life purpose რა ანუ მის აი რისთვის ვარ აქ მოსული რა არის ის რისი შემოქმედებაც მე უნიკალურად ყველაზე კარგად შემიძლია აი მასლოუს პირამიდას რო დაუბრუნდეთ თვითაქტუალიზაციის ფაზა მოიცავს მაგას მასლოუს ახსნაში ასე ვთქვათ რომ ადამიანს უნდება რომ იპოვოს ის საქმე რომელშიც რეალიზდება ბოლომდე ერთ-ერთი დონე არის ასე ვთქვათ ძიებს ანუ ნახე ეს რომ მაგალითად წყალი თუ მწყურია დააპრიორიტეტოს გონებამ რომ წყალი დავლიოს მანქანა თუ მეჯახება დააპრიორიტეტოს გონებამ რომ სხეული გადახტეს ფული თუ მჭირდება დააპრიორიტეტოს გონებამ რომ ფული იშოვოს რომ მეორე დღეს საჭმელი კონდეს ურთიერთობას თუ კარგავ დააპრიორიტეტოს გონებას რომ მარტო არ დაურჩე და გადაურჩე რამის წარმოვადგენ და იმიტომ რომ იოლად არ გამრიყოს community რაც უფრო მეც წარმოვადგენ საზოგადოებაში აღიარება პატივისცემა ეს მე უკვე ზედა შეკითხვა რომ ვინ ვარ მე ვარ კი ეს სულ და თუ კიდე რამე არის ეს შეკითხვა მაგის ზემოთ რომ ეს არის რისიც რაც ჩემი საქმეა და რის შემოქმედებით პროცესშიც რეალიზდები და სხვებისთვის სარგებელი ამის ძიება და უკვე შემდეგ მაგის მერე იმის ძიება რომ ტრანსცენდენსის ანუ მიღმიერე ანუ სიკვდილის შიშს გავწდე ანუ ეს ვარ სულ თუ ამის მიღმა რა მე ვარ ეს სულ გონებას ჩადებულია. აქ არავინ არაფერს არ აკეთებს. შენ ხა მე ვყვები ამას რომ მე რაღაც ვქნი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოვყვებით ამ ამბავს. თორე ეს პროცესი სულ ჩადებულია რა. ანუ ის რომ მე რამე გავაკეთე ძალიან ფუნდამენტურ დონეზე ესეც ილუზიაა. ანუ ეს შენ რა დონემდე გააცნობიერე რა. ანუ მე ეგრე უყურებ რა. აი ეს პირამიდის საფეხურები ხო ანუ ბუნებრივად გაშვებულია ეს მოთხოვნილებები ჩვენში არის ყველა მოთხოვნილება მასლოუს პირამიდაში ყველა მოთხოვნილება ჩვენში ბუნებრივად არის ჩადებული შენ უბრალოდ რა გაცნობიერების რა ხარისხში ახვალ რა რამდენს დაიტევ აქედან რა რამდენამდე მიხვალ ეს მე ეგრე უყურებ რა ხო შეიძლება რაღაცა ბოლომდე შეიმეცნო ეს რაღაცა შეიძლება ვერ შეიმეცნო ბოლომდე რა რაღაცები ხელშეკის ან შენი თავიანი რაღაც შიშები ესე შემდეგ ეგ უკვე ფაქტორებზეც დამოკიდებულია ჩემი გადმოსახედიდან პირად კარმაზე დამოკიდებულია მე შენ მუშაობაზე და ასე შემდეგ ამ ყველაფერზე რა და აი ამ პროცესში ეხლა შენ სადაც ხარ რა აი მიდიხარ გზაზე უკვე გამოცდილებებიც გაქვს დაგროვებული ამ გზაზე ხო პირველ აი როგორ გამოარჩია ის მეთოდები, ინსტრუმენტები, რა ინსტრუმენტებიც გამოგეყი, იმიტომ რომ აქ რო შემოხვედი ხამ სფეროში, ხო, ნელ-ნელა გაერკვიე ხო, რომ აქაც რაღაცა დაუსრულებელი ოკეანე არის. 1000 ტრადიცია, მიმართულება, გზა არის, რელიგია, ჯერ მარტო, ხო, ანუ როგორ იპოვე ის იარაღები, რომელიც სადღაც კი დაგკარგა, ანუ სწორად სამშვენელი ისე მოაწესრიგა, რომ იმ იდეაზე გავიდა, რომ მოდი რა მატერია და სული ერთმანეთს დაუკავშიროთ რა. ხო და რა ინსტრუმენტებია ის მთავარი, რომელიც გამოგადგა. ძალიან მარტივ რაღაცამდე მივედი, ოღონდ როცა მივდიოდი არ ვიცოდი, რომ ეხა დამილაგდა 1 წელია დაახლოებით, ცოტა ნაკლები, რომ დამილაგდა რა ხდება. ნახე
ესენი ხო სულ ჩადებული, ანუ ნახე, მე მომინდა მე-5 საფეხურის შეკითხვა მე გამიჩნდა, კი მესმის რომ კარგ ადგილას მოვხვდი მაგისთვის, მაგრამ მე ხო გადავწყვიტე მაგ სემინარზე წასვლა ფული ხო, რაღაცა მოიტანა აქტუალურობა მაგ საკითხისა ბოლოდ წელიწადნახევარი კი მეჩიჩინენ, მაგრამ მაგ მომენტში იყო. ესე იგი ის წელიწადნახევარი კიდე სიამოვნების დევნაში იმედი მქონდა რომ ბედნიერი ვიქნებოდი, გამოიწვია რაღაც მომენტი დადგა, სადაც სწორ მომენტში ეს მოხდა, ხო? და იქ უბრალოდ ვიღაცა კაცმა, რომელიც არის ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, შეკითხვა დაემთხვა რომ დამასმევნა, მაგრამ შეკითხვა დავსვი მე ეს შიგნით და არ ვარ დარწმუნებული რომ ყველამ დასვა იმ ოთახში. იმათ სხვა შეკითხვა დასვეს შეიძლება რა. ხო და ნახე, თვითონ ისიც, ანუ როგორ თქვა, ეს რო ჩადებულია ეს პირამიდის ამბავი, როგორ მუშაობს ნახე რა. პრიორიტეტი ანიჭება ქვედა დონის საჭიროებას. ანუ გონება ავტომატურად პრიორიტეტს ანიჭებს ქვედა დონის საჭიროებას. ანუ თუ გამოუძინებელი ხარ, მძილი არის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური საჭიროება, ხო? ან თუ გამოუძინებელი ხარ, ან დეჰიდრაცია გაქვს, რა წყლის ნაკლებობა გაქვს, რაღაც შეხვედრაზე ხარ, საქმეზე უნდა იფიქრო, სიტყვაზე თუნდაც ფული როგორ ვიშოვო, მაგაზე უნდა იფიქრო, მაგრამ ნახევარი კაცი ხარ, როგორ თქვა, იმიტომ რომ ეს სხეული, ანუ ფიზიოლოგიური ქვეცნობიერია, მაგას ვერ გააცნობიერებს სიტყვებში. უბრალოდ ის მიაქვს ყურადღება, მიაქვს უსიამოვნო შეგრძნება სხეულში. აქ ცოტა გრჩება ენერგია. ანუ იმისთვის რომ ფული იშოვო პირობითად რა, მეორე დონის საჭიროებებს. ნახე, თუ იქ დაალაგებული გაქვს აქ მეტი ენერგია რომ მეტად კონცენტრირდები ფული როგორ ვიშოვო, ასე შემდეგ იფიქრო იმაზე როგორ არ დაკარგო შენი ქონება და ეს შიშები რაღაცები, მაგრამ ამაზე შეგიძლია რომ ირეაგირო, ანუ იმოქმედო, იბრძოლო გადარჩენისთვის ამ ფაზაში. თუ აქაც გაქრობ სხვაობას რა მჭირდება და რა მაქვს შორის, ანუ ნახე, რაც გასაშვებია გაუშვებ და რასაც არა მაგისთვის მოქმედებების გეგმა გექნება და მოქმედებ, ხო? გონებაში რომ საკმარის ფული არ მაგ გაქრება. ამიტომ ფიქრები რომ ვაიმე მე როგორ ვქნა და რაღაც გათავისუფლდება ამისგან. შესაბამისად ეს რომ გათავისუფლდება, გადავა ეგრევე ავტომატურად, შეხედავ, ურთიერთობებში ჩემს საყვარელ ადამიანებთან ყველაფერს კარგად ჩვევი, იქნებს რომ გამომჯობესო ეს ურთიერთობები, რომლებიც მინდა რომ შევინარჩუნო. და გამოგითავისუფლდება ენერგია რომ ეს ამასაც რო დაალაგებ, აქაც რო გეპები აღარ გექნება, ანუ კარგვა, ავტომატურად ავარო, ეხლა მოდი რამე დიდი შევქმნა, რამე წარმატებას უფრო მეც მივაღწიო, ურთიერთობები შეიძლება კომპანიაშიც დაალაგო პარტნიორებთან. ეს ხდება სულ ავტომატურად და მე უკვე როცა მაგასაც მიახსოვ და მანდაც იტყვი რომ საკმარისია, ან იმიტომ იტყვი რომ გაუშვებ საჭიროებებს, ან იმიტომ რომ დაიკმაყოფილებ რაღაც დონემდე და მეტი აღარ გენდომება ეს ეგოს აღიარების საჭიროებები, ან იმიტომ რომ დანებდები. ან იმიტომ რომ დანებდები. რო ან ოკეი, კაი, მინდა, მაგრამ ჯანდაბს აღარ ვიცი. აი მანდ არის პატარა ნახტომი რომ ვინ ვარ მე შეკითხვა დაისვას. ანუ უკვე თვით აქტუალიზაციის ფაზა, რასაც მასლოვზე ზოგადად აღწერს. ხო, იქ შეგნით ფაზებია, რომელიც 23 წლის მერე თავიდან დაწერა და ძალიან საინტერესოა მაგის გაცნობა. მე წავიკითხე და მე მაგან ეგრო წავიკითხე ჩემ მედიტაციაში დანახული რაღაცები ამიხსნა და ეხლა ვიყენებ ამას სხვებისთვის გასაზიარებლად, იმიტომ რომ სქემა არის რაღაცა. ანუ ისიც ჩადებულია მაგ შეკითხვის დასმა, ანუ ადამიანმა რაც შეიძლება რომ გააკეთოს, არის რომ ქვედა დონეზე საჭიროებების გეპები ჩააქროს. მეტი არაფერი არ შეუძლია. ნახე, თუ სიტყვაზე ძილი ის დაკლებული აქვს, ეგენი უნდა დაარეგულიროს პირველ რიგში. მატერიალურიში გეპი აქვს, ანუ საკმარისი ფული არ მაქვს აზრი არის, ყველაფერი ქნას რომ ეს ჩააქროს. ხოდი? აი ეგრევე ავტომატურად წავა ურთიერთობებში. ეს თვითონ ავა ზევით ენერგია, როგორც კი ქვედა, იგივე ჩაკრებს რეგომ, ქვედა ჩაკრებს, როგორც კი ადუნებ, კუნდალინი ეგრევე მიყვება ზევით თავის. თუ შენ ცდილობ რომ კუნდალინი აკაჩო, მე ვფიქრობ რომ დაგემართება დაახლოებით იგივე რაც ბევრი იოგის ემართება. ჩემი ვერსია და არ მინდა რომ ვინმე რაღაც, მაგრამ მაგალითად აი სვამი ვივეკანანდა ვისაც გაუგია რა, ეს ხო იოგას წიგნები რო აქვს დაწერილი რაღაც. ამბავი იყო რომ სამათითი დატოვა სამყარო და რო ნახეს თავში ქონდა გაჟონვაო რა. ხო და მე ვფიქრობ რომ ადამიანი რომელიც ცდილობს რომ ენერგია ძალით ხელოვნურად აათრიოს ზედა ჩაკრაში რა, შეიძლება რომ დაახლოებით იგივე დაემართოს, რაც არ ვიცი, მე ჩემი ვერსია რომ სვამის ეგ დაემართა იოგური პრაქტიკით რა. და ადამიანი რომელიც გაშვებას აკეთებს ქვემოთა შეჭიმულობების, ანუ იქ ენერგია თავისთავად და ხდება, ასე ვთქვათ, self-ის რეალიზაცია თავისთავად, იმიტომ რომ ენერგია კუნდალინი თავისთავად ზემოთ და ეს ხდება. ანალოგიურად არის ცხოვრებაშიც. მე თუ ვცდილობ, მე თუ ფინანსური შეჭირვება მაქვს, ასე ვთქვათ, გონებაში, ანუ მჭირდება და არ მაქვს განცდა მაქვს და ვცდილობ, რომ გავსხივოსნდე, ანუ ხელოვნურად ვიქმნი ზედა დონის საჭიროებაზე მიჯაჭვულობას, აქ ეს გამომეცლება და ყველა პონჩი ჩამომაგდებს ქვევით. ადრე თუ გვიან ეს ჩამომაგდებს მექვევით რა.
ეს არის ეგო, სულიერი ეგო შემოდის უკვე ზედაფაზებში, სადაც ადამიანი და პრობლემა მაგალითად თუნდაც ბავშვობაში, ჩემი აზრით, ბავშვისთვის რელიგიური სწავლების საკითხის, ჩემი აზრით არასწორია რა და რატო ვიცი? სანამ შეკითხვა არ გაჩენილა, პროგრამ პასუხს რატო აძლევ? მიხდი და ამას ეხა ბავშვს უნდადეს 60-ში მოხვედრა და მაგის გამო რაღაცა დაიჯეროს რომ მატერიალური რაღაცა ცუდია, ჯერ მე მაგას მოყვება ცუდი და ჯერება მატერიალური და დარჩება მატერიალურად დაუკმაყოფილებელი და მთელი ცხოვრება ენერგია აქედან ექნება, აქ ექნება შეკუმშვა, რომ ზევით ვერ წავა. ჩვენ რაც უნდა ვქნათ არის ორი რაღაც, განათლების ზღვაში რო არ დავიკარგოთ, რო პასუხი რა. გამოვიყენოთ ორნაირი მეთოდები. ერთს ვეძახი გათავისუფლების მეთოდები, რომელიც არის let go-ს რაც გაგვაკეთებინებს. ლეოსნაირი სემინარები, ფსიქოთერაპია თუნდაც რაღაც ეტაპზე, რა ვიცი, თვითდისციპლინის რაღაცები პირველ რიგში ვარჯიში, სხეული უნდა მოვიწესრიგოთ, ძილი კვება, ვარჯიში, ჯანმრთელობა სხეულის. ეს არის საბაზისო. ამას თუ არ აზრუნავ ამაზე, დისციპლინაში თუ არ მოაქციე, ყოველთვის გექნება აქ დიდი დანაკარგი. მერე უნდა ვქნათ ყველაფერი ორი ტიპის სემინარები, ვორქშოპები, მედიტაციური პრაქტიკები ასე. ანუ მედიტაციები, ლეოსნაირი სემინარები, ფსიქოთერაპიები, თუნდაც ასტროლოგიური და ესეთი კლასობრივი და ფსიქოტიპების დაყოფის შემეცნების რაღაცები. ანალიტიკური მედიტაცია. ეს არის საჭირო არის, რომ გამოვიყენოთ უნდა იმისთვის, რომ გავუშვა ის საჭიროებები, რომლებიც გაშვებადია. ეს ნაწილი უნდა გავუშვა. მედიტაცია და ეს რაღაცები მაგაში გეხმარება, გააცნობიერო, რომ გავუშვა. და რასაც ვერ ვუშვებ, აუცილებლად უნდა გავაკეთო პრაქტიკული უნარები, უნდა ვისწავლო, რომელიც მე დამეხმარება, რომ დავაკმაყოფილო. ეხლა მაგალითად, ჩემი ბოლო პროექტი იყო საგანმანათლებლო იყო გიორგი გოგეშვილთან ერთად გაყიდვების და მარკეტინგის მასტერკლასი, რასაც ანუ მანამდე თუ სულიერება, მედიტაციას და რაღაცებს ვასწავლი. აქ ბიზნეს და ფულის კეთება როგორ მაგას ვასწავლი, იმიტომ რომ ადამიანმა გამოითავისუფ, ანუ პრაქტიკული უნარი კონდეს, რომ დაიკმაყოფილოს ქვედა საფეხურები, ხო? აბსოლუტურად. დაიკმაყოფილოს მეორე დონის საჭიროებებს ზუსტად. ამ შემთხვევაში ამ პროდუქტით. ამიტომ ჩემთვის გაყოფა არ არის, ნახე, მატერიალიზმი არის პრაქტიკული უნარები, რომ დავიკმაყოფილო საჭიროებები და სულიერება არის, ასე ვთქვათ, უნარები, რომელიც დამეხმარება, რომ გავათავისუფლო ზედმეტი სურვილებისგან გონება, ზედმეტი მიჯაჭვულობებისგან გონება, იმიტომ რომ ენერგია მიემძრაოს მაღლა. ადამიანი, რომელიც სულიერ პრაქტიკებს და იმას იყენებს იმისთვის, რომ მაგალითად რავი მივახციო რაღაც სულიერ წიაღსვლებს, სიმაღლეებს, რაღაცა ფანტაზიები განუღმერთდე, ანუ ძალიან მაკეთ თუ მიდის, ეგ ადამიანი და მაგით აკნინებს, მე ამბობს რომ მატერიალური ცუდია, ყველა ვარიანტში ქვემოთ ექნება შეჭირვება და ჩამოაგდებს ქვევით და იბუქსავებს აი ესე რა. და ნათელი მაგალითია, თვალნათელი ინდოეთი ჩემთვის მაგის რა. ან ინდოეთში რო ვიყავი, ნახე, ანუ აი ძალიან მაგარი ენერგეტიკა, ძალიან დიდი, საოცარი ჯადოსნურობა და რაღაცა და აბსოლუტურად მოუწესრიგებელი მატერია, ანუ საერთოდ მოწყვეტილი მატერია, რავი და რა, ანუ არ არის რა ეგ ჩემთვის მოდელი განვითარების რა. ანუ აგიტომ საქართველოში მაგას ვხედავ, რომ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ჯერ იქნა რომ ხალხს დიდი ენერგეტიკა აქვს, ბუნებრივად, თები და ამ ბევრი რაღაც ფაქტორი შეიძლება იყოს ან და მეორე ის რომ ანუ და ქრისტიანული კულტურაც მატერიის გასულიერება არის რა. ეხა ღმერთი რომ განკაცდა, უკვე მაგას ნიშნავს რა, რომ ღვთაებრივი წესრიგი ჭირდებოდა. ხო, საჭმელი ჭირდებოდა და ღვთაებრივი წესრიგი შემოვიდა მატერიაში, ანუ რა მყარ დაცემულ ისე მძიმე მატერიაში, ესე ვთქვათ რა და იმის განხრთობა რა, ამაღლება აი მისტერია ქრისტიანული ეგაა რა მატერიის გასულიერება რა და ამაღლება ესე ვთქვათ რა და ეხლა შენ რასაც იძახი მაგას მეც ეგრე ვხედავ რა რომ ანუ საბაზისო მოთხოვნილებები უნდა იყოს. აი ეგეც მაინტერესებს ახლა იმ კითხვას კიდე დაუბრუნდები ტექნიკებზე, მაგრამ აი მაინტერესებს იმიტომ რომ ეგეც მეთოდები შენ როგორ ხედავ აი რა სკილებია საჭირო, აი რა უნდა მაგაზე ჩემი აზრიც მაქვს რომ აი რა სკილები არის საჭირო რომ საბაზისო საფეხურები დაკმაყოფილდეს. ალბათ ხან სემინარზე შეიძლება ასწავლი მაგმართულებს უფრო დეტალურად რა თქმა უნდა პირდაპირ მაგას ასწავლი რა, მაგრამ აი ზოგადად რო თქვა რა, ეგ რა არის რომ აი ბევრი უნდა იმეცადინოს, თუ რა უნდა კონდეს ესე თქვა იარაღები, რომ ის დაიკმაყოფილოს რა ქვედა საფეხურები. პირველი უნდა დაიწყოს ადამიანმა თვითდისციპლინით. სხეულის დისციპლინით. აუცილებლად, ანუ განაის რომ ფულს ვერ იშოვებს თუ სხეულის დეფიციტს, ანუ ზედა დონეს ვერ დაიგო. უბრალოდ აქ ეს არის, ანუ როგორ გითხრა რა, ბედნიერების დონეს, ანუ ნახე, რაც უფრო ქვემოთ, რაც უფრო ქვედა დონეზე ნაკლები დანაკლისი გვაქვს.
მით ნაკლებ შფოთიან ფიქრს აგენერირებს, იმიტომ რომ რაც უფრო ქვემოთ ახლოს ვართ, მით უფრო ახლოს ვართ სიკვდილთან. ხო, ანუ სხეულს თუ აქვს რამე პრობლემა, ახლოს არის ეს თუ ფიქრობს რომ აი მე ახლოს ვარ სიკვდილთან. ამიტომ ქვემოდან რაც უფრო გამოვათავისუფლებ, უკვე ის ფიქრები რომ აბა მაგალითად სამყაროს მე რა კარგი მოვუთ, აი ნიკასთვის კარგი რა გავაკეთო რაღაც. აი ესენი საშიში ფიქრები რა თუ არ გამომივა, არა უშავს, ღმერთი მიხედავს ნიკას პირობითად რა მიხვდი აი მაგ შემოდის, მაგრამ მე თუ ეხა წყალის წვეთი არ დავლი უდაბნოში მოვკვდები, აქ არაფერი სხვა პრიორიტეტი არ არის, წყალი უნდა დალიო. შესაბამისად, ძირითადად ადამიანმა პირველ რიგში სხეული უნდა მოიყვანოს დისციპლინაში. მე ვიტყვი მაგალითად მე რას ვაკეთებ ამისთვის, როცა აი საინტერესო. ხო, ნახე, ჩემი მე მაგალითად დილით რო ვიღვიძებ, პირველ რიგში მე და არ არის აუცილებელი რომ ყველა ეგეთი, ყველამ თავის გემოზე უნდა მოიგოს. ჩემი გემოზე ესე მოერგო რომ 20 წელია, დაჟე იმ პერიოდშიც როცა ვგულობდი, წელიწადში 300 დღე მინიმუმ ყოველ დილით რო ვიღვიძებ 15-20 წუთიანი ვარჯიშის სეტი მაქვს რა. პირველი რაც ვაკეთებ, კბილებს ვიხეხავ, ერჭიქა წყალსო ხან არსო და ვიწყებ აი 20 წუთიან სტრეჩ გაწელვები, აჯიმანი ვუქნები რაც არის, რაღაც ძირითად რაღაცებს ვაკეთებ. მე რაც მომწონს იმას ვაკეთებ. ეს ჩვევად მაქვს, რო ავდგები ეს რო არ გავაკეთო, უფრო ცუდად ვარ ვიდრე რო გავაკეთო. ამიტომ ჩვევა, კადადებითი ჩვევა ცოტა. ეს ერთი. მე რაც ვაკეთებ კარგ შემთხვევაში არის რომ გავდივარ გარეთ და დავდივარ 1 საათი ჩქარი ნაბჯით და ვაკვირდები შეგრძნებებს დაწყებული ტერფებიდან. ანუ აი მოვყვები, მე ზემოთ ამოდის შეგრძნებები 6 კილომეტრის მერე ხერხემალი სწორდება, კისერში ენერგიის იმას, ხედველობის ყველა შეგრძნება მიაქტიურდება, mindfulness-ი ირთვება, ასე ვთქვათ რა, ენერგია დაატრიალდა. ამას ვაკეთებ 1 საათი დავდივარ, ან დავრბივარ. კარგ შემთხვევაში მოვდივარ სახში და 1 საათიან ვიპასანას ვაკეთებ, მაგრამ ეს გავწიოთ, ეს რა ვიცი, ვისაც გინდათ აკეთეთ ამდენი, მაგრამ ოკეია, რო აქ დავამთავრო, ის 1 საათი ჩემთვის ვარჯიშიც არის და მედიტაციაც რა. და უკვე რომ მოვდივარ და ვსაუზმობ, გაღვიძებიდან 3 საათში ყველა ჩემი იმ მომენტის საჭიროება დაკმაყოფილებული მაქვს. აბსოლუტურად თავისუფალი ენერგია რომ რაღაც შევქმნა, ანუ შეხვედრაზე წავიდე კონტრიბუციისთვის. ანუ ნახე, თუ ფიზიოლოგიური დაკმაყოფილებულია, აი ეს საშიში რომ მე მეტი მივიღო იქიდან სხვების, ანუ ესენიც აღარ არის. ქვემოთ თუ რამე გეპია, ამძვინვარებს ზედას რა. ანუ აი ეგეთი პრინციპი. ამიტომ პირველ რიგში საღამოს კარგი არის ძილის წინ 1 საათი მედიტაციას თუ გააკეთებ და ისე დაიძინებ ვიპასანა ჩემთვის მისწრება ხოლმე ძილის წინ 6 საათი მყოფნის თუ ღამე ვიმედიტირე და ისე დავიძინე versus თუ არ ვიმედიტირე დაახლოებით 8 ამჭირდება ხოლმე კარგად გამოძინებული რო ვიყო რა. თუ რაღაც დავლიან მოვწიან რაღაც შეიძლება 9 საათის დამჭირდეს რა. ანუ კარგად გამოძინებული ვიყო რა. ამიტომ ეს არის ჩემთვის და რომ დილით ეს და ჭამა რა თქმა უნდა, 1 ჭამა საუზმეს ვაკეთებ კარგს იმის შემდეგ დაახლოებით 1000-მდე კალორიას ვაკეთებ და 2-დან 3-მდე 1 ლანჩი და საღამოც უკვე შეიძლება რა პატარა შოკოლადი მომინდეს ან რაღაც ან საკმარისი. ანუ თუ ამაში მოიყვანე ამ დისციპლინაში დანარჩენი დრო ფიქრები არ გაწუხებს შფოთიანი უცუდ შეგრძნება. ანუ შეგრძნებები კაია სხეულში, სხეული კარგად არის. ანუ პირველი რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, უნდა გააკეთოს ეს ნაწილი რა. მეორე რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა არის რომ მატერიალური უნდა დაიკმაყოფილოს. იგივე რაც შეუძლია გაუშვას, რამდენიც აქვს იმით დაკმაყოფილოს და რაც არ ყოფნის და ავერუშვებს გადაიაზროს. ანუ მაინდსეტით შეიცვალოს, პრაქტიკული უნარებიც ესწავლოს, შრომაშიც ჩადოს ენერგია და დეპრესიაში და ტელევიზორის ყურებაში ან რაღაცაში. და ხაფანგი არის რომ გადავარდე ადიქციურ კომპულსიურ მოქმედებებში, ეს ნარკოტიკები იქნება, დალევა იქნება თუ სექსი იქნება თუ რაღაც ტოქსიკური ურთიერთობები, ანუ რაღაცით დაკავდე, რომელიც ანუ აი ეგ ხაფანგია, რომელიც ადიქციური გახდა. ერთი კითხვა ხა ჩემმა მეგობარმა დამისვა ესეთი შეკითხვა და შენი პასუხიც მაინტერესებს მაგაზე. ეს აი დაახლოებით მსგავს რაღაცებს ვეუბნებოდი მეც რა, რომ ანუ აი რომ რასაც ვეძახი რომ სამშვენელი მოწესრიგდეს, რომ შეძლოს რომ ვამპირი არ იყოს რა გარეთ. ზუსტად. ვამპირი არ იყოს ენერგიის. ხო, ენერგიის არ ჭირდებოდა. უბრალოდ არ ჭირდებოდა. ხო და ერთ რაღაცას მეუბნება რომ ეგო კარგიაო, როცაო მარტო ხარო რა, შენო ანუ უფრო ასკეტურ გზაზე ხარო და რაღაცაო, მაგრამ აი შეყვარებული რო ყავსო, შვილები რო ყავსო, ან ცოლი რო ყავსო ან რაღაცაო, მაგ დროსო ესეთი წესრიგი შეტანაო იმაში ფაქტიურად გამორიცხული არისო. შენ რა პასუხს გაცემდი მაგას? ეგ არის მესამე ეტაპი რა. ანუ ხო ფული რაღაცა ის არის და მესამე ეტაპი არის რომ აი ეს ურთიერთობები გქონდეს მოწესრიგებული რა. მანდაც უნდა გათავისუფლდეს ადამიანი. როგორც იმიშიშით უნდა გათავისუფლდეს საბოლოოდ ადამიანი რომ ხვალ სულ რო გავკოტრდე და სულ რო ყველაფერი დავკარგო და შვილის უზრუნველყოფაც დავკარგო და ასე შემდეგ
ვაიმე რა დამემართება, საჭმელი არ მექნება და საჭმელი თუ არ მექნება, ხო მოუკვდები და რომ მოუკვდები, მაინც მოგიწევს. მაინც მოგიწევს მოკვდე და მაინც მოგიწევს რომ მაგ სიკვდილს რაღაც უქნა რა და საბოლოო ჯამში მაინც მოგიწევს რომ მოუკვდები და გონება გთავაზობს ხო ამ ვერსიას რომ მოკვდები. ეს ჯერ პრობლემა ისაა რომ ამის რეალობად აღქმას ვიჯერებთ რომ ეს რეალური და რო გეუბნება რომ მოკვდები და თუ შეგიძლია რომ არ დაუჯერო განა რამე შეიცვლება. იცი რა შეიცვლება? ის შეიცვლება რომ ბევრად მეტი ენერგია გამოგითავისუფლდება რომ შემოქმედებას დაიწყებ. ანუ ავტომატურად ხდება. ანუ თუ გაუშვებ ამას, ანუ თუ სიკვდილის შეშსაც გაუშვებ, სიცოცხლეს მაშინ დაიწყებ. ანუ და ანალოგიურად ურთიერთობების ფაზაში, ხო? ურთიერთობის ფაზაში შიში ეს არის. შიში ერთი რაღაცა არის, მარტო დავრჩები და მოუკვდები. და იგივე საპროექციებ თუ ხარ მზრუნველი caring ტიპი ურთიერთობაში, რომ იმაზე ის მარტო დარჩება და მოკვდება. ანუ ურთიერთობას უფრთხილდები, რომ იმას კარგად მოვექცე, რომ ის მარტო არ დარჩეს, მაგრამ პრობლემა შენ მაინც შენი მარტო დარჩენის. ხო, უბრალოდ ბევრი ადამიანი ამას რო იტყვის, არიან ფსიქოტიპები, უბრალოდ ეგეთი პროგრამა აქვს ზოგს რო იტყვის, რომ არა, სხვაზე ვზრუნავ, იმიტომ რომ ეგეთი პროგრამა აქვს რა, შენ ქოჩთან ასტროლოგიურად დავაგე ზუსტად იცი ვინ არიან ეგეთები. ხო და ეგეთი, მაგრამ საბოლოო ჯამში შიში არის მარტო დარჩენის. და შიში რო გეუბნება რომ მარტო დარჩები, ამ შიშიც გასავლელი აქვს ადამიანს, ამაში უნდა გაიაროს, ანუ ეგ რო გონება თუ ეთყვის მარტო არჩების თუ არ მოიქცევი, ამაზე რო რეაგირებთ, ხო? აი ეგ სადღაც ადამიანმა უნდა გაუშვას ეგეც. ანუ ის კი არა რომ წავიდეს და გამოქვაბულშდეს, ეგ არის შეცდომა, რასაც აკეთებენ. ის კი არ არის გასაშვები, ურთიერთობა კი არ არის გასაშვები. ურთიერთობის დაკარგვის შიში და მარტო დარჩენის შიშია გასაშვები და ეს აქ არის გასაშვები და ერთი მომენტი უნდა. გაუშვი და მაგ დროს უკვე ხდები ცენტრი შემოქმედების ურთიერთობა, ანუ მარტო კარგი გინდა სხვისთვის. შენ არაფერი არ გაკლია ზუსტად და დანაკლისში არ ხარ და იქით იმიტომ რომ თუ რაღაცას გეტყვი, არ გეშინია ცუდად თუ მოგექცევიან და კარგად რომ გაცნობიერებული ხარ რომ არ არის მარტო დარჩენა საშიში მიხდი, ანუ ეს უკვე ცნობიერებაში გაგდა. თან ანუ მარტო შეიძლება მაშინ დარჩე, როცა ენერგია არ ყოფნის, გამოფიტული ხარ, ცუდად ხარ, პარაზიტირებ, ვამპირი ხარ. მაშინ უნდა გეშინოდეს მარტოობის. მაგის მერე ზუსტად შეიძლება იმხელა თავისუფლება მოდის. და იმხელა გაფართოება, რომ ასხი არავინ არ მიგატოვებს, კი არა ყველა შენთან მოვა. ხო, ზუსტად რა, მაგრამ აი ეს ნახტომი შეუცნობელში ნახტომია რა, მაინც. შეუცნობელში ნახტომია. სადაც ნაბიჯს გადადგავ და გზა გამოჩნდება რა. სანამ არ გადადგავ, არ ჩანს გზა. ხო, უნდა. აი ბოლოსკენ მინდა რომ ვილაპარაკოთ ფულზე. მაგ ძალიან მაინტერესებს შენი აზრი, იმიტომ აქ რაღაც რაც ეს ცენტრი შეიქმნა. მე ჩემი კომფორტი ზონა მაინც სულ მარტოობა იყო რა. კონსულტაციებს ვაკეთებდი ონლაინ, საერთოდ ვერ მხედავდნენ, უბრალოდ ხმა ესმოდათ და ეფექტური იყო, ეგ მომწონდა ესე მუშაობა. მერე აი ზუსტად აი ამ განცდამ რომ გავაზიაროთ რა ეს რაღაცები, მოდი აი გავაზიაროთ რაც გვაქვს რა, ყველაფერი აქტიურად რა და რო დაიწყო ეს ცენტრის გამოვლენა და რაღაცა და უკვე ცოტა თანამშრომელი არ არის ცენტრში და აქ უკვე რაღაც ფინანსებთან ურთიერთობა შემოვიდა ის, ხო? კურსებიც გარკვეული ფასი ღირს, ხო? ანუ ცენტრი გადასახადებს იხდის, რაღაცები წესრიგში უნდა იყოს და ასე შემდეგ გესმის ეს ყველაფერი. ამ რაღაცებს რო შევეხე, ჯერ დავაფასე ორი რაღაცა რა, ჯერ დავაფასე ყველა ადამიანი ვინც რამეს აკეთებს და რამე შეუქმნია. ძალიან დავაფასე, იმიტომ რომ ამ ხალხის მენეჯმენტი და ადამიანები და გათვალისწინება და იქ შენ მარტო ხარ, იქ სხვა პრინციპია და აქ ამდენ ხალხთან ხარ, 1000 რაღაცას დატევა გიწევს, შეთანხმება რა, რაღაც ოპოზიციების შეთანხმება გიწევს. ჯერ ეს აბსოლუტურად ყველაფერი და ის სახელმწიფოდან დაწყებული, აი ონკანს რო უშვებ და წყალი მოდის და რაღაცა, ესე ანუ ის მომხმარებლური, აი დავაფასე, რომ იქ რაღაც ხალხი შრომობს იქ, რომ იქ წყალი მოვიდეს რა. ანუ ეს და ყველა ორგანიზაცია და აბსოლუტურად ყველაფერი. და მეორე უკვე აი დავაკვირდი ფულთან ხალხის ურთიერთობას რა, აი რა განცდა უჩნდებათ სულიერებას და ფულს როცა უკავშირდება ერთმანეთს. გურჯიევის მიდგომა იყო ესეთი, რომ ანუ რაშიც არ გადაგიხდია, არ გეკუთვნის. თუ არ გადაიხადე, არ გეკუთვნის რა და ნიძახდა რომ ეს რაღაცას იძახდა რომ ადამიანსო განცდა აქვს რომ რაღაცაო უკვე ეკუთვნისო რა.
ან უფასოდ თან სულიერებაში რაღაცა არის, რომ აი სულიერება ისეთი რაღაცაა, რომ აი ღმერთი მოწყალეა. ღმერთი მოწყალე და მე მეკუთვნის ეს რაღაცა რა, ანუ უნდა დამაკმაყოფილო მე რა. ჩემი დაკვირვებით ტიპებს, რომელსაც აი ესე თავიდან მქონდა ცოტა ისეთი მიდგომა რა, რბილი მაგასთან, რომ აი მოდი და აი რაღაც ფული არ მაქვს და გაჭირვებული და მოდი მივცეთ უფასოდ რა რაღაცა რა. ეს ამ ხალხს რაც უფრო მივეცით უფასოდ, ზუსტად ის ხალხი იყო, რომელიც ყველაზე დაუფასებელი მიდგომა ჰქონდა აკაური პრაქტიკებისადმი და სივრცისადმი. გამონაკლისების გარდა. ხო, იშვიათი გამონაკლისების გარდა ვიდრე. მაგრამ უმრავლესობა ჩემი დაკვირვებით ეგრე იყო ესე რა, ყველაზე მეტ ფულზე ლაპარაკობდა ადამიანი, რომელიც უფასოდ დადიოდა. ეგეთი ფენომენი არსებობდა რა. და მე ანუ აი როგორი რაღაცა რას ვაკვირდები, ვიცი რომ აი ხო შენ მინდა რომ შეგეკითხო რა, რომ აი საიდან არის ეს განცდა რა, რომ აი რახან სულიერებას ეხება საქმე, ეს შენ უნდა მიიღო უფასოდ. და სულიერებას და ფულს როგორ უკავშირებ ერთმანეთს? გრძელი პასუხი გამეცი თუ გინდა ძალიან. რა დიდი სიამოვნებით მოგიშ. იცი რა, ბოლო ნაწილიდან დავიწყებთ ალბათ სულიერებას და ფულს როგორ უკავშირებ ერთმანეთს რა. ნახე ჩემ აღზრდაში და ალბათ საქართველოში ყველაში ისუეთი გამონაკლისების გარდა ფული დეფიციტური რესურსი იყო. მე ვარაუდობ, რომ ალბათ არიან ადამიანები, ოჯახები, მილიარდერი ოჯახებში ბავშვები რო ჩნდებიან, არ ვიცი ისინი დეფიციტურ რესურსად აღიქვამენ თუ არა. მაგრამ ჩვენთან 90-იანებში განსაკუთრებით ძალიან დეფიციტური მე ერთადერთი რეალობა მაქვს, რეალობა ანუ გამოცდილება ხო, რომელშიც მე გავიარე რა, ამიტომ ამ დეფიციტური რესურსი იყო რა და არ ვიცი ხალხის საუბრებმა, მოკლედ ამ კულტურამ, ამ აღქმამ, ამ განცდამ, ამ დეფიციტის და ასე შემდეგ გამოიწვია, რომ ფული ანუ როგორ თქვა, ვიღაცას თუ ვართმევ ფულს, დანაშაული შეგრძნება მქონდა ბიზნესშიც კი. ანუ აი რაც თუ ფასდაკლებას უკეთებდი, კაია და ანუ ძვირს თუ ახდევინებ, ცოტა ანუ მე მქონდა რომ არა მაღალი ფასი უნდა დავუდო, იმიტომ რომ სხვანაირად ბიზნეს ვერ გავზრდი, მარჟა თუ არ მექნა, მაგას ვაცნობიერებდი, მაგრამ გეუბნები განცდას, ანუ ფულს თუ როცა ვიღებ და ცუდი საქციელია განცდა მქონდა. თუ ვიღაცას რაღაცას ჩუქნი, კარგი საქციელია, უფასოდ თუ აძლევ, კარგი საქციელი. ანუ ეხლა ეს ჩემში თუ არის ჩადებული, რავი, სხვაშიც არის ჩადებული. მე ვიღაცა ამბობს, რომ სულიერება კარგია, ყველასთვის არის, ღმერთი ყველასთვის უნდა იყოს, ასე შემდეგ და მე თუ ფული არ მაქვს, რატო არ უნდა მქონდეს და მიუხედავად რომ ფული მაქვს, მაინც მინდა რომ არ გადავიხადო, იმიტომ რომ ვისაც ფული არ აქვს, იმისთვის თუ უფასოდ არის ჩემთვის, რატო უნდა იყოს. აუ, საგიჟეთ. კი. და არა და სულიერებაში ჩემი აზრით არაფერია სულიერი. ანუ ნახე როგორ თქვა რა, ანუ ნახე საბოლოო ჯამში თუ რამეს აკეთებს ადამიანი, როცა ყიდულობს რაღაცას, მე არ ვამბობ როცა გასცემს რაღაცას, შეიძლება გავცე რაღაცები ისე, მაგრამ როცა მყიდველი ვარ, რაღაცას თუ ვყიდულობ, რაღაცაში ფულს ვიხდი, იმიტომ რომ ის რაღაც მჭირდება. გინდა ეს იყოს პური, გინდა ეს იყოს ახალი მედიტაციის ტექნიკა, რომელიც დამეხმარება, რომ უფრო მშვიდად ვიყო ურთიერთობებში, ნაკლები შფოთი მქონდეს და ასე შემდეგ. პური რატომ მინდა რომ ვჭამო და შფოთი არ მქონდეს, თუ არ შევჭამ, რომ მეშიება, იცი როგორი შფოთში მეგვიქნები, ანუ მართლა არ მშიებია მე ცხოვრებაში, ანუ მე 2 დღეზე მეტი ფასტინგი არ მიქნია, მე ვწდი ერთხელ გრძელვადიანსაც უბრალოდ რაღაც აქამდე არ ვარ და აი ძალიან მაინტერესებს პიკზე შიმშილის რა განიცდება რა, არ ვიცი, არასდროს არ ყოფილ ვარ ეგეთი მშე, ვიცი რომ 2-3 კვირა შეგიძლია რომ შეერიყო და პიკზე ვერ მიხვალ და ერთხელ გამოვწდი რა, ეხლა ძალიან გავხდარი რომ ცოტა შევჭამო მე. სადღაც გამოვწდი რა მე რიტრიცე წავალ და მაგისტრის. მაგანაც ის გაქცევები. ხო. შიმშილი. არა, უბრალოდ მაინტერესებს. ხო და მაგას ვიზახი რომ მაინც ადამიანი რასაც ყიდულობს, შენ აქ უბრალოდ შემოდის როგორ გითხრა, კონდიშენინგი აქაც დაჯერება შემოდის რა, რომ ვაიმე შენ თუ ეს 60-ში მისასვლელად გინდაო, მაშინ ყველასთვის და უფასოდ უნდა იყოს 60-ის კარი ყველაზე ღია. ანუ მოდი რა, ვიყოთ პასუხისგებლობა, ვიყოთ ჩვენ ცხოვრებაზე და ჩვენ საჭიროებზე. ანუ სანამ ინდივიდი პასუხისგებლობას არიღებს თავის ცხოვრებას და თავის საჭიროებებზე, ანუ პასუხისგებლობას გულისხმობ, რომ ჩემი ბედნიერება ძმაო მარტო ჩემი პრეროგატივაა. შენ მე ვერ გამაბედნიერებ. მე სანამ ჩემი მიზანი არ გახდება, ამიტომ მე თუ შენგან რაღაცას ვიღებ, რომელიც არის ჩემთვის სასარგებლო, ხო? ამის სანაცვლოდ მე ან ფულს გადაგიხდი. შეიძლება შენ მაჩუქო და მადლიერება გამიჩნდეს და შეიძლება მე ეს მადლიერება ისე წინ დაგხვდეს უყო ბუნებრივად რა, ანუ განათავს ვალში უგრძნობდე.
მეგობრობა რასაც ქვია ხო? მეგობრებს ხო ესე არ უთვლით არა? ანუ ნამდვილ მეგობრებს ვიძახი რა, რომ მე რო გიკეთებ რაღაც, იმიტომ გიკეთებ, რომ გიკეთებ და შენ რომ მიკეთებ რაღაც, იმიტომ მიკეთებ, რომ მიკეთებ და არ ვითვლით ამას. ეს ძალიან ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ თუ ლაპარაკობ მასშტაბირებაზე, ანუ თუ მე მინდა რომ ჩემი ცოდნა მაგ რაღაცა ძვირფასი, რომელიც ადამიანებს ეხმარებათ, რომ უფრო შვიდად ცხოვრობდნენ, მეტი ენერგია გამოუთავისუფლდეთ სიტყვაზე, შეკითხვის დასასმელად ვინ ვარ მე, შეკითხვის დასასმელად როგორ ვიყო უფრო ბედნიერი, შეკითხვის დასასმელად თუნდაც იმ შეკითხვის დასასმელად როგორ გავსხივოსნდე. ოშოს ცენტრში რომ დავდიო ვარ ხოლმე სიტყვაზე მედიტაციებზე, იქ ფულს ვიხდი რა, იმიტომ რომ ხალხი მე მსახურება და ის რომ გრძელდებოდეს ის პროცესი, იმ ხალხს ფული ჭირდება, როგორც ჩვენ თქვი, წყალი რომ მოდის, ამას ფული ჭირდება რა. ანუ ფული არის ენერგია, ასე ვთქვათ, ენერგია, რომელიც იცვლება ადამიანებს შორის. მე როცა ვსწავლობ, მე როცა საჭიროებას ვიკმაყოფილებ, ენერგია თავისუფლდება ჩემთან რა. ანუ მაგალითად თუ მშია პურს თუ მომცემ და შევჭამ, ენერგია გამომითავისუფლდება, ანუ გაჩნდება მეტი ენერგია, შემეძლება რაღაც გავაკეთო. ამას რო შევჭამ, იგივე თუ შენ მე დამეხმარე მედიტაციას მასწავლი, რომლითაც უფრო დავმშვიდდები და მაგალითად მატერიალურ ურთიერთობის ან თუნდაც გასხივოსნების სურვილებს let go-ს გავუკეთებ, ენერგია გამომითავისუფლდება რა და შესაბამისად ეს პროფიციტული ენერგია მომცემ საშუალებას რომ რაღაც შევქმნა სხვა ადამიანებისთვის და ამას ვიწყებ ფაქტიურად იმის კეთებას რისთვისაც ვარ თუ რაღაც ეგეთი, ანუ რაც დეფიციტის გარეშე რის კეთებასაც ვიწყე და სიყვარულით შემოქმედებას ვიწყებ სხვა ადამიანებისთვის და ნახე თუ შენ მე ამაში ფულს არ გადამიხდი ხო რასაც მე მომიწევს რომ საჭმელი რო ვჭამო წავიდე და ბენზო გასამართ სადგურზე ჩამსხმელად ვიმუშაო მიუხედავად იმისა რომ არ მინდა რომ ბენზო გასამართ სადგურზე ჩამსხმელად მაგრამ ეს უფასოდ უნდა ვაკეთო და იქ უნდა ვიპახაო არა და აქ მედგირებულებას ვქნი და ბენზინი იმან ჩაასხას ვისაც ჯერ პატარა სიტყვაზე ჯერ მაქამდე ვერ მისულა რაღაც გასაზიარებელი აქვს და სასარგებლო ადამიანებს და მე მედიტაციას გასწავლი და შენ ამაში ფული გადამეხადა იმიტომ რომ შენნაირი ბევრია და მირჩევნია მთელი ჩემი ენერგია ამაში დავდი იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის თვითრეალიზაცია სამყაროს მიმართ ასე ვთქვათ სარგებელი და შენ ფული არის საშუალება რომ მე ამის კეთება გავაგრძელო. მიხდი, ამიტომ ადამიანები რომლებიც საყვარელ საქმეს ანუ არ ფიქრობენ როგორ დაამონეტიზირონ. ანუ ხე, რასაც აკეთებ და ფული მოაქვს, ან ის უნდა შეიყვარო. ან თუ იმას ვერ იყვარებ და რაღაც სხვა არის, რის კეთებაც მოგწონს, ჯობია ის დაამონეტიზირო, ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ ამით შენ რეალიზდები იმას აკეთებ, რაც გინდა, ბედნიერი ხარ და ამაში ფული მოდის, რომელიც გჭირდება აუცილებლად იმ მატერიალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ხო. დაფასების მომენტსაც ხედავ მე რა, აი რაღაცას რამდენად აფასებ რა, იმიტომ რომ თქვათ, აი კვადრატულ მეტლახში რო შეგიძლია რაღაც თანხა გადაიხადო, ხო? და რაღაც და პარალელურად სიმშვიდეც გინდა და რაღაცები გინდა რა. და არის თქვათ რაღაც შემოთავაზებების სემინარები ისინი ესენი, მაგრამ იქ რო თქვათ, იმაში რო მეტლახში რო იხდი თამამად და ამაზე რო ფიქრობ რომ აი რატო უფასოდ რატო არ მეკუთვნის ან მოდი ან რატო გადავიხადო ესე იგი მაინც ბოლომდე პრიორიტეტი შენთვის არ არის პრიორიტეტი არ არის ხო არის ინტელექტუალური ინტერესის სფერო არ არის ეს წყურვილივით ნახე ხო ზუსტად მე რო 3 წელი ლეოში რო ვითარდებოდი ანუ 3-ის ძირითადი ანუ ასე ვთქვათ თავარი მესიჯი ბოლო რაც იყო პირამიდის ანუ მოკლედ ეს მესამე საფეხურით მეხუთე საფეხურით აქტუალიზაციის მე მასლოუმ კიდე დაშალა და რო დაშალა მაგას ვეთანხმები ანუ მე ჩემი მედიტაციაში გონებას რო ვაკვირდებოდი მიზანი როგორ ჩდებოდა შემდეგი დონის აი მან ზემოთადის ესე იგი ეს თვით აქტუალიზაცია სამ ფაზად იყოფა ანუ ესე იგი სტატუსის და აღიარების მერე მოდის ჯერ კოგნიტივნიც ანუ შემეცნებითი საჭიროებებით ესე იგი საჭიროება რომ ვიცოდე და მე ვიგებდე რაღაცას და კონკრეტულად იგულისხმება ვინ ვარ მე და როგორია სამყარო ანუ უკვე ამაზე გჭირდება ინტელექტუალური სტიმულირება ხო ანუ რომ ინტელექტუალური ინფორმაციის რაღაცნაირად უნდა დაიწყო კვლევა აი როგორც სამი დამი ბზარი დამიდო რომ შენ ხა ეგ ხეული და გონება ხარ რომ ანუ ეს კითხვა დასვი ანუ ხო აი ვიღაცა მეყობა რაც დავიჯერე იმიტომ რომ მე რაც ვიცი სულ არის კონდიშენინგი ხო ბავშვობიდან რომ მივდივარ სანამ საფუძვლიანად შეკითხვა არ დავსვი სულ დაპროგრამება რაც მოვისმინე დავიჯერე ასე შემდეგ ხო და აქ უკვე ადამიანი იწყებს და დაპროგრამება ეგ არის მოიპოვა აღიარება რო გადარჩე საჭმელი კონდიციონერი გადარჩე აქ უკვე ადამიანი უკვე ამ კითხვას რო სვავს ამ ფაზაში ანუ თვით აქტუალიზაციის ფაზა სამნაბიჯად იყოფა ასე ვთქვათ რა უკვე ვინ ვარ მე და როგორია სამყარო აქ იწყებს უკვე ბზარების დადებას და ახალი შემეცნების შემოსვლის სივრცე იჩნდება და მაგის შემდეგ არის ესთეტიკნიც ანუ კოგნიტივნიც მე არის ესთეტიკნიც ესთეტიკნიც რა არის მანამდე თუ საფრთხეს ხედავდი სამყაროში ახლა სილამაზის დანახვას იწყებ რა ანუ რო გადაიაზრე სამყარო როგორია და ვინ ვარ შენ ხარ შენ
იწყებს სილამაზის დანახვა და როგორც კი სილამაზის დანახვას იწყებ გინდრება კონტრიბუცია. ანუ სილამაზის კონტრიბუცია, სიმშვიდე და ფასე დაინახე, joy, love სიმშვიდე ეს სიყვარული ეს სუერთეგივე რაღაცები უბრალოდ სახელებს ვარქმევ თორე ერთი განცდა და უკვე ამას რო ხედავ გინდება რომ სხვა ადამიანი გულწრფელი სურვილი გიჩნდება რომ სხვებშიც იგივე აღმოაჩინონ იმათმა გაზიარება გინდება ეს არის თავისით ხდება როცა აქ მივა ადამიანი ეს უნდება გულს ამ ეს უკვე უკონტროლო პროცესია სინამდვილეში მთელი პროცესი უკონტროლოა მაგრამ ანუ ეს უკვე უკონტროლო პროცესია რა ეგო ვეღარ აკონტროლებს ამას ეგო პარალელურად უნდა რაღაცები და ქვემოთ გაგდებს მაგრამ ეს უკვე იწყება ესთეტიკნიც ანუ გაზიარების სურვილი და მაგის ზემოთ არის transcendental needs. ანუ როცა ადამიანი ამასაც დაფაროს, მე როგორ ფიქრობს, რომ როგორ, ანუ ესეც ჩადებული გონებაშია რა, ისევ რომ როგორ გავცდე იმ მიღმიერებას, თუნდაც მიჯაჭულობას იმაზე, რომ სხვებს ეს გაუზიარო, რომ სამყარო თუნდაც ესეთი იყოს და იყოს ისეთი როგორიც არის და აი აქ უკვე ამ ეგო ნახე პარალელურად ეგოს აქვს სურვილი რომ გასხივოსდეს, ან სამოთხეში მოხვდეს, ან რაღაც ფორმით ამაოებას სიკვდილზე გაიმარჯოს, რაღაც ფორმით სიკვდილს ეგოს უნდა, მაგრამ თან აქაც თავისუფლდება ენერგია მაგისთვის რა, ანუ იმიტომ რომ ამასაც თმობს ასე ვთქვათ ადამიანი ამაზე მიჯაჭულობას, რომ სხვებს გაუზიაროს სიკეთე და სილამაზე, ამასაც თმობს და მე ამ 3 წლის თავზე ერთ-ერთ სემინარზე იყო შეკითხვა, რომ ესე იგი რა არის ეს ჩემი aesthetic needs გასაღები რა, ანუ რა არის life purpose, ანუ რა არის ის რისი რა კონტრიბუციაც მინდა ვიყო სამყაროსთვის და მესამედ ვაკეთებდი ამ სავარჯიშოს, ანუ 3 წლის განმავლობაში ყოველ დეკემბერს გქონდა ეს სავარჯიშო advanced seminars. და რომ დავიწყეთ შეკითხვას, ანუ რაღაც მედიტაცია იყო guided და გიდირებული და შემდეგ შეკითხვა რომ რა არის ჩემი life purpose და ესე იგი დავხვდი და კითხვა დავსვი და პასუხს ველოდებით ყველა მაგას ვაკეთებთ ოთახში და წამოვიდა ესეთი აზრი რომ ჩემი life purpose არის რომ ვიყო რაღაცა თავისუფლების leadership-ის და თვითგამოხატვის რაღაცა და ეს მეთქი ანუ აი გვიგრძენი ენერგია რა დაჭიმულობა გონებაში და მეთქი ეს ეგოც ამბიცია არის და ხო ცოტადე მაგის დევნა არ გაგაბედნიერა ისევ დავსვი შეკითხვა არ მივიღე ეს პასუხი და დავსვი შეკითხვა რა არის ჩემი მიზანი ეს მისია და აქ უცებ რაღაც ადამიანები წარმოვიდგინე ვინც მიყვარს, ვისაც ვიცნობ და მე რაღაც ხეები წარმოვიდგინე, დედამიწა რაღაცა, გულის სიყვარულით ამევსო რაღაცა. აი ეს და მეთქი აი ეს joy, love და რაღაც არის ჩემი ისა რა და კარგი იყო, მაგრამ თქვი რომ იცი რა არის, ესეც მიგრძნია აქამდე და აი ამ ცნობიერებით მაინც ვერ ხარ ბედნიერი, ხო? მაინც რაღაც ეძებ რა, რას ეძებ არ ვიცი, მაგრამ რაღაც კიდე დავსვი შეკითხვა. და პასუხი რაღაც მოდიოდა, ყველა პასუხს უარყოფდი და inner inquiry რასაც ქვია, ხო, ანუ შეკითხვას უსვავ და პასუხს მოდის, მაგრამ პასუხს არ ჯერდები, შეკითხვას ვატრიალებ. აი ეს წავედი. ხალხი გავიდა, მორჩა არ ვიცი და გაგზელდა. 1-45 წუთი გზელდა. და რაღაც მომენტში ბახდა სიცარიელი, ანუ აი როგორ გიხ განასიცარიელი, აი როგორ პასუხი აღარ არის და სიჩუმეა რა, უგუნთ არ იყო ეს სიჩუმე სასიამოვნო პირველად. ანუ რასაც თქვა მედიტატორი ეძებს, უცებ კი აი inquiry-ით შემთხვევით მე არ ვიცოდი მეთოდი ჩავარდი იმ რაღაცაში. მაგრამ რო ჩავარდი, წყუდიათში ჩავარდნას გავდა, შიში წამოიღო, ანუ რა ხდება? ვერ გავიგე, ანუ შიში. და მახსოვს რომ აქედან რომ ასე ვთქვათ, ნელ-ნელა მაგ ეხლა შენელდა გონება მანდ ძალიან რა, ანუ მაგ დროს ნელდება გონება და უკვე აქედან რომ ამოდეთ ბიჭო, მეთქი ანუ ეს life purpose ამ სიყვარულზე და joy-ზე და რაღაცეებზე ვაშენებ, მეთქი აქ გორცაგულში წარმოვიდგენ და ქვემოთ ეგეც კი არ არის და ანუ მოიცა ეს სიყვარულიც, ეს joy-ს, ეს ყველაფერი ანუ ჩემი მენტალური კონსტრუქტია, ანუ ვაფშე საერთოდ რა არის ეგ, ანუ ხო, ანუ კაი ეს ჯოილა გავიგე, სიყვარული რა არის, თითქოს ბავშვობიდან ვიცი, ღმერთი რა არის ბავშვობიდან ვიცი, მაგრამ ვიცი. აი აქ უკვე კითხვა გამიჩნდა, რომ ოპა, ამაზე მე 3 ვეღარ მიპასუხებს. ამაზე ვერავინ ვეღარ მიპასუხებს მე ხა აი ეს ვის ვკითხო არ ვიცი და შემთხვევით დაემთხვა რომ ინდოეთში მივდიოდით და ოშოზეც არ ვიცოდი ბევრი არაფერი შემთხვევით და ნუ მოკლედ მე იქ მედიტაცია აღმოვაჩინე და მივხვდი რომ ის რა შეკითხვაც უკვე გაჩნდა ანუ ტრანსცენდენსის ეგოს ესე სულ გონება ცდილობს გავიდეს რა ანუ ეს უკვე იქ ვიპოვე რომ მივხვდი რომ ეხა მედიტაციაა პასუხი ჩემთვის შიგნით უნდა ჩავიდე და ამ კითხვაზე პასუხში სხვა ვეღარ დამეხმარება და აი უკვე მე ამაში გადახტა რა და უკვე მაგითო წამოვედი მე ლევდა მაგას ვხე რომ მასწავლებელი მყავდა იქამდე და ეხა ეს საჭიროება იყო და ეხა ეს საჭიროება ჩემთვის ნახე რა დამემართა გავედი მე აივანზე ხე სიყვარული მენტალური კონსტრუქტია ვთქვი ღმერთი მენტალური კონსტრუქტია ანუ ყველაფერი რაც კი რაღაცა ღირებული აი უფრო ყარი და ხელშესახები უნდა ყოფილიყო ყველაფერზე ვთქვი რომ არაფრის მნიშვნელობა სინამდვილეში არ ვიცი რა იმიტომ რომ აი ვიკითხე და
შიგნით წყვდიადია რა ხდება. ესენი უფრო ზემოთ არის გონებს, სხვა სიხშირეზეა ხედავ და გავედი აივანზე მახსოვს და აი ვფიქრობდი რომ მე-4 სართული იყო და ვფიქრობდი ხარ ვაკენა სხეული გადავარდეს თქო რა. განა რაღაც ტრანში ვიყავ და ვაიმე სხეულს გადავარ, ცნობიერა ვარ სრულად რა ეს სხეული რომ გადავარდეს თქო, წარმოვიდგინე. დავარდეს და მოკვდეს თქო რა. რაზე ვნანობ თქო, ანუ რა მიჭერს თქო აქ რა, სიცოცხლის ხარეს. პასუხი მოვიდა რაღაც პასუხისგებლობები მიჭერდა თუ რაღაც ეგეთი. თორე გათავისუფლება მინდა. თითქოს აი აქედან სიკვდილი მერჩივნა, რომ აი როგორ გითხრა, აი ტანჯვა აღვიქვი რა, ჩემი აი უმეცრების ყველაფერს, ანუ თითქოს რაც მეგონა რომ კარგი იყო, უცებ აი ეს მერჩივნა რომ ეს და მაგრამ მიჭერს პასუხისგებლობა მეთქი. რაღაცა შვილის მიმართ, მეგობრების, ვიღაცა რაღაცა გუნდის მიმართ მქონდა, ანუ დირექტორს გუნდის მიმართ. და ფაქტიურად ნახე და ვთქვი რომ ეხლა მეთქი უნდა გავარკვიო თქო რა. თუ გონების და სხეულის მიღმა არაფერი არ ვარ თქო და ეს რომ მოუკვდები, კი მითხეს ბავშვები 60 არსებობს თქო, ეხლა მოიცა ერთი წამი არაფერი არ არსებობს, ჩემით უნდა გავარკვიო ბავშვები. ანუ ან მეთქი გავარკვევ რომ თუ მარტო ეს არის, მაშინ გასაგები აქვს, ფული უნდა ვიშო, უნდა ვიგულო, მანქანები, გოგოები, ანუ მატერიალიზმში ვიყო, ასე ვთქვა და ბოლომდე ვიკაიფო ამით და შევეშვა ერთი წამი რაღაცა ღზიებას, რაღაცის რაც არ არსებობს და დატკბი აქაური ცხოვრებით და მაგრამ სიმართლე გითხრა არ მანაყრებს მეთქი ამის წარმოდგენა, ანუ გავიგე რაღაცეები უქენი და გასაგებია რომ მაგის პოტენციალი შეზღუდულია ბედნიერებისთვის. ან მეთქი გავარკვევ რომ რაღაც არსებობს რა, ანუ ტრანსცენდენცი, ანუ რაღაც არსებობს მიღმა და ეს იმდენ ახე ჩემი შეკითხვა იყო წყალის წყურვილებით, ანუ ან ბედნიერი, ან რაღაცას გავარკვევ და ბედნიერი, ან არ ვიცი რა უქნა და ერთი გზა ამ შეკითხვით წავედი და მედიტაცია მოხდა იქ. ანუ მიხდი და მედიტაცია რომ მოხდა მე პასუხი მაგ ჩემთვის. ანახალ ლაპარაკობ ხოლმე ამაზე, მაგრამ ბევრს არ ლაპარაკობ. ძალიან ინტიმური. არაფერი ხო, ანუ განვიცადე რაც არის განსაცდელი რომ ის განვიცადე საათნახევრით რომ გასაგებია ჩემთვის რა არის ეს, რატო არ ვარ სხეული, რატო ეს გონება, ანუ 4 წლის თავზე თუ 3 წლის 4 წლის თავზე ეს ჩემი ეხა ჩემთვის გასაგებია ეს რა. მაგრამ აი მაგნაბიჯზე უკვე ვერავინ ვერ დამეხმარებოდა რა. ხო, და მაგას ჭირდება ძალიან ძლიერი წყურვილი. და მაგის ის თქმა უნდა წყურვილი ჭირდება და აი მაგ წყურვილს მე ფული გადავიხადე, $700 გადავიხადე რომ დავრჩენილიყავ ეგ და მე მედიტირა არ ვიცოდი რას მომცემდა, მაგრამ რა მნიშვნელობა წყალი მინდა, პური მინდა თუ მანქანა მინდა თუ ეგ მინდა, ეხა ეგ მინდა. მორჩა და ფულს ვიხდი რა. 700 კი არა 700,000 გადავიხდი იმ პასუხში რაც მივიღე, просто არ ვიცოდი მაგდენი. ხო და მაგიტომაც მიიღე რა. როზად იყავი დაგეთმო რაღაცა, საპირწონეთ და კანონია სამყაროს. რაც გინდა, ის უნდა მიიღო, ან ენერგია ჩადო ფიზიკურად და მოიპოვო, თუ კი ვერ უშვებ. რო ნახო, ან კიდე ფული გადაიხადო. ფულის ენერგია წინათ ჩადებული იმების რა, დაბრუნებული. მე იმაზე ჩასვლა, დელისთან ჩასვლა თუ მინდა აქედან, შემიძლია რომ ფეხით წავიდე, ან ტაქსი გამოვიცახო. ხო, ორივე შემთხვევაში გადაიხდი. ორივე შემთხვევაში ხო. ტაქსისი გადაიხდი, ფეხით წახვალ რაღაც დრო. რაღაც მეხალისებოდეს ფეხით წერული. ზუსტად. ხო. ეხლა რას გეგმავ, რას ავკეთებ? აი ამ იმით, როდესაც ჯერ ნუ ეხლა კი ვიცოდი რა, რომ ეგ გაკეთებული ქონდა რა, არ ქონდა ნალაპარაკები, მაგრამ ისედაც გრძნობდი, რომ ესენი გაუვლილი ქონდა, ეხლა რასაც მიყვები რა, თითქოს ეხლა რასაც მიყვები, ყველაფერი ვიცოდი ესე. ხო და არა ძალიან მაგარია რაც გააკეთე, იმიტომ რომ ბევრჯერ გადახდი შეუცნობელში, ხო და ეგ ძალიან დასაფასებელია წყურვილის გამო რა. აი მეგობრებზე და ვიღაცებზე რო ვიძახი ხოლმე რომ ეს სადღაც ჩიშები აქვს და სულ ვატყობ რომ აი ეგ ბოლომდე მაინც ეს წყურვილი სადღაც არ რა, იქ მას გადახტომას არ აკეთებენ და მაგიტომაც რა. ირჩევიან საკუთარ შიშებში მე. ხო და ეხლა როცა ამაზე ნუ ესეთ ეტაპზე ხარ და ჩემი აზრით ძალიან ფასალურ რაღაცას აკეთებ, რომ მაგ სფეროში შეგაქ აი ბიზნეს სფეროში შეგაქ მიდგომა, რომ ეს სულიერი მხარე საჭიროა და სულიერ სფეროში შეგაქ ის, რომ მატერიალური მხარე საჭიროა რა, რაც ვილაპარაკეთ ფულზე და ასე შემდეგ, ამ შეთანხმებას აკეთებ. რა, ანუ აი ამ ეტაპზე ხა მომავალს როგორ ხედავ რა, მომავალში შენ განვითარებას თუ ხედავ საერთოდ რა, ესე თქვა რომ თუ გაქვს რა იმ ესეთი დაგეგმილი და მსახურების არეალს სად ხედავ, ესე თქვა შენ გაზიარებ. სხვათა შორის აი მსახურება ცნობიერად ვიგრძენი ძალიან ცოტა ხანია. აი ერთი თვეა დაახლოებით. ანუ სულ აი ნახე, სულ რომ ესმოდა ეს მსახურება იდეურად მომწონდა რაღაც, მაგრამ ანუ მე თვითონ
მსახურებაში რა სიამოვნება შინაარსი გაცოცხლებული არ იყო ხო? სიტყვით რო ვიყო ხო, ანუ იდეოლოგიურად მომწონდა, მაგრამ შინაარსში რო რა სარგებელია ჩემთვის მსახურებაში, ბოლომდე გაგებული არ მქონდა, ანუ მაგის აღქმა არ მქონდა რა და იმიტომ რომ თითქოს მსახური და ვისაც ემსახურები დუალიზმში, ანუ რაღაცა ეს როლი, ანუ როლში უფრო ხედავდი ამაში, ვიდრე პროცესს რა, ამ მსახური, მე ვარ მსახური, არ მომწონს ეგოს ნახდი და მაგიტო აი ამ შესაძლებლობას რო ვიღაცას, ანუ მსახური, იმიტომ რომ რაღაც მეგონა რომ აი იმას აკეთებ, რაც სხვას უნდა მაინც და მაინც რა, ეგრე აღვიყვავდი რა, მსახურებას და აი ხა ზუსტად ეგ სიტყვა ერთიანებს, აი არ ვიცი რაღაცა ესე მგონია რომ ჩემ თავს ველაპარაკები რაც გულისხმობ ის რომ აი შემდეგი რასაც კითხვას სვამ რომ გაგრძელდეს აი ბუნებრივად მიყვება რაღაცა სტრუქტურას რომელიც მე არ მომიტანია და წინასწარ არ დამიგეგმავს მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეგ უნდა მომიტეს და ზუსტად იგივეს მეკითხები აი რა არ ვიცი როგორ ხდება ეგ რა მაგრამ ნუ მაგარია მოკლედ რა ანუ ძალიან საინტერესო არის ზუსტად იმასო რაზეც უნდა გაგრძელდეს ლაპარაკი თითქოს ხო ბუნებრივია რომ ეს უნდა ყოფილიყო ეხლა რა ხო და ზუსტად მსახურება ერთიანებს სულიერებას და მატერიალიზმს რა და ძალიან მარტივი იმიტომ ნახე მსახური ვიყო მაინც და მაინც როგორც ესე როლი ეხაც არ მინდა ეგ მაგრამ ვაფშე არც არ უწევს რომ იყოს ანუ მსახური ანუ მსახურება და მსახური ვიყოს სხვა და სხვა რაღაცა არის რა იმ მომენტში მოჯამაგირება მინდოდა თვით დისციპლინისთვის ეგ სხვა რაღაცა მაგრამ ეხლა ნახე მსახურება რა არის რა ეკონომიკა ადამიანებს გონიათ ხოლმე რომ არის ფულით იზომება ეკონომიკა ფულით კი არ იზომება ანუ ეკონომიკა იზომება იმ პროდუქტებით და სერვისებით სუერთია სულიერი პრაქტიკები ეს რა სერვისი რა საჭიროებებს აკმაყოფილებს პროდუქტები და სერვისებით რომლების ღირებულების აღქმაც ადამიანების გონებებში არის გაზომილი რაღაც ფულით. ანუ იმიტომ რომ პრაქტიკულად იხდის მარტივად რო ვთქვათ რა, მაგალითად თლიანი შიდა პროდუქტით იზომება ქვეყნის ეკონომიკა, ეს ნიშნავს რომ რა პროდუქტები და სერვისებიც აწარმოა ამ ქვეყანამ, ეგ რამდენად გაიყიდა. ანუ უბრალოდ ფულით ზომავს. ეხლა უბრალოდ პროდუქტები და სერვისები თანამედროვე სამყაროში ადამიანის თვით რეალიზაცია არის გადაითარგმნება ხელშესახებ რაღაცებში, პროდუქტებში და სერვისებში. ეს არის, ეს შეიძლება იყოს ნახატი ლამაზი, რომელსაც აუქციონზე ვიღაც მილიონად იყიდეს, ეს შეიძლება იყოს დამლაგებლის შრომა, რომელსაც კომპანია იყიდეს, რომ ოფისის ოფთა კონდეს ან ადამიანის სახში იყიდეს. თითოეულ ფაქტიურად ნახე, ჩვენ თუ ბიზნესის გარემოს აღვიქვავს ადამიანი, როგორც ბრძოლის ველს რო ფული იშოვოს, ხო? მაშინ ადამიანი დაიტანჯება ბრძოლაში გარემოსთან. მაგრამ თუ ადამიანი დაინახებს, რომ დღეს სამყარო კაპიტალიზმი ესე არის მოწყობილი, ესე მოვიდა ეს წყობა. ეხლა შენ შეგიძლია იფიქრო, რომ ვიღაცას ჩადებული აქვს twin-ში, რომ მაგალითად სოციალიზმი უნდა იყოს, სახელმწიფო უნდა მიფარავდეს, სამსახურს უნდა მაძლევდეს, bla 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 bla, ანუ თქვათ რა, ანუ სოციალისტური წყობის სურვილი აქვს რა, ვიღაცა შეიძლება ჩადებული, მაგრამ იცი რა, კონფლიქტია რეალობასთან. რეალობა ის არის, როგორიც არის კაპიტალიზმია და აქ მუშაობს მოთხოვნა მიწოდების პრინციპი რა. რაღაცას რასაც ქმნი, თუ ვიღაც ადამიანი ამას აღიქვავს ღირებულად ქმნი და ამის კომუნიკაციას აკეთებ, ეს ადამიანი ამაში გიხდის ფულს. ფაქტიურად, ერთადერთი ჭკვიანური გზა არის და ერთადერთი პლატფორმა, მოდი ესე ვთქვათ, ერთადერთი პლატფორმა არის ბიზნესი ან შეიძლება იყოს არაკომერციული ბიზნესიც, მოდი ესე ვთქვათ, აი გამარტავ ამას რა არის. ბიზნესი არის ერთადერთი გარემო, სადაც ადამიანს შეუძლია, რომ თავისი თვითრეალიზაცია მოახდინოს, ანუ თავისი ნიჭები და უნარები დაიწყოს რაღაც ისეთის კეთება, რომელიც სარგებელს მოუტანს სხვა ადამიანებს, ისწავლოს ამის კომუნიკაცია და ეს ადამიანები სანაცვლოდ გადაუხდიან ფულს. ოღონდ ეს ადამიანები რო სანაცვლოდ გადაუხდიან ფულს, ის ადამიანები გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებენ ამით, ვიდრე ფულს დახარჯავენ. ანუ ნახე ადამიანი თუ ფიქრობს იმაზე, რომ რა პროდუქტი გავყიდო, რა ფასად, ისე რომ როცა მაგალითად ნიკა ჩემგან 10 ლარად იყიდის ამას, ნიკა მინიმუმ 100 ლარის ან 1000 ლარის სარგებელი მიიღოს. ხო, აი, მე თუ შენ გიმარტივებს, ხო, ბანკი რო გაძლევს სესხს რა, ბანკი გიმარტივებს მაგალითად სახლი არ გაქვს პირობითად და გინდა სახლის ყიდვა, იმიტომ რომ სახლი მეორე დონის საჭიროება არის მასლოვში. თუ შენ ბანკი გაძლევს სესხს და სახლს ყიდულობ რა, ამით ეს ენერგია გითავისუფლდება მიდის ზემოთ, ოჯახში ურთიერთობები როგორ იყოს. ნახე, ყველაფერი რაც ადამიანს ეხმარება, რომ ქვედა დონიდან ზევით, ანუ სადმე გეპები, სადაც აქვს საჭიროებების ჩააქროს, ეს იქნება მატერიალური პროდუქტები და
პრაქტიკული უნარჩვევები, რომელსაც ადამიანი ისწავლის, ან სერვისები, რომ გაიმარტივოს ცხოვრება, ტაქსის ფულს რო ვუხდი, ენერგიას მაზოგინებს, რომ ის ენერგია სამუშაოს მოვახმარო, ან პოდკასტთან შულთან თამაშს მოვახმარო, ხო? მე მიღირს ამის გადახდა ამას. და თუ ასე იწყებ ყურებას, ხედავ, რომ ერთადერთი გზა შენი თვითრეალიზაციის თან ისე რომ არ იტანჯებოდეს საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, არის რომ ისწავლო როგორ მოახდინო შენი საყვარელი საქმიანობის მონეტიზაცია, რომელთაც ადამიანებს ღირებულება შეთავაზებ, იმ ადამიანებს, ვისთვისაც გააქვს ეს ღირებულება, ვისაც აქვთ ეს საჭიროებები და საუკეთესო დაუკმაყოფილებ გული და სულით ეცდები, რომ შენი პროდუქტი საუკეთესო ფორმატამდე მიიყვანო, რომელიც ამ ადამიანების კონკრეტულად ამ საჭიროებას საუკეთესოდ აკმაყოფილებს. ეს სულიერი საქმეა ძმა. მიხდი და ფული მოდის შედეგად და შენ ვფიქრობ ღირებულებაზე ხარ და ბიზნესში ხარ და ღირებულებაზე ფიქრობ და სწავლობ არგეზარება როგორ მიიტანო მაშინ ხარ სულიერ საქმეში და თუ ფიქრობ ფული როგორ მიიტაცო სულ რომ მედიტაციებს ატარებდე და ადამიანებს პირდებოდა რომ გასხივოსნებას და გემადო ფულს თუ ფულისთვის აკეთებ მარტო შენიც ეგ შიგნით დაიტანჯები ზუსტად და მაინდსეტის ცვლილება არა მეტია. გადააზრება. ხო. პირველ რიგში მაინდსეტი როგორც მუშაობს სამყარო, უნდა მიიღო ისეთად. პირველი მაინდსეტი გალინა. ეგ ორი აზრი არა. პირველ მე იწყებ დანახვას უკვე მე როგორ მოვერგო ამ ყველაფერს. არ დამნაშავე არ უნდა იყოს სხვა, განსაკუთრებით სამყარო არ უნდა იყოს. კიდე და ღმერთს აბრალე კიდე. არც გინახავს თვალეთ და აბრალე ხა შენი უბედურებები. ეგ არის ყველაზე ფუჭის აქციელი, რაც შეიძლება გააკეთო ამ გზაზე. მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. გამიხარდა შენთან ლაპარაკი. ესე მგონია რომ შენთან არ მილაპარაკია, აქ ლაპარაკი მოხდა განცდა, ანუ არანაირი არ მაქვს მე რამე ვთქვი შენ ჩვენ ვილაპარაკეთ განცდა მაქვს ესე. მადლობა. მადლობა შენ. ახონდეს. Good.